მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 360 გრადუსი, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე და შედეგი მიღწევამდე. ოპოზიციის ეს სლოგანი, რომელიც ყველასთვის საერთოა, ყველას სხვადასხვანაირად ესმის. შეხვედრების გარდა აქციებსა და საპროტესტო მსვლელობებშიც ერთად მონაწილეობენ, თუმცა ქართული ოცნების დამარცხების სხვადასხვა გზას ხედავენ. პარტიების განსხვავებული ხედვა კი მალე შესაძლოა კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოჩნდეს. არ იქნება გასაკვირი, თუ პირველი მერცხალი ამ თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობა იქნება, რომელსაც ბევრი პრეტენზია დაუგროვდა დანარჩენ ოპოზიციასთან, დაწყებული იმით, თუ რატომ ხდება განსჯის საგანი სააკაშვილის ბანერების გამოჩენა აქციებზე, დამთავრებული ორჭოფული დამოკიდებულებით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს არც დაუმალავს, რომ ოპოზიციის ნაწილი დახურულ შეხვედრებზე ერთს ლაპარაკობს, იქიდან გამოსული კი სულ სხვაგვარად მოქმედებს. სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბიშვილი გაჩუმებას აღარ აპირებს და თვის ბოლოს ყველა იმ პოლიტიკური ძალის დასახელებასა და მხილებას აპირებს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში არათანმიმდევრულ ქმედებაშია შემჩნეული. არ არის გამორიცხული, რომ 26 მაისს დაგეგმილი აქცია აღლუმი სწორედ ის ბოლო წვეთი გახდეს, რის შემდეგაც ოპოზიციის ნაწილი მოქმედების დამოუკიდებელ რეჟიმზე გადავა. თუ არ იქნება ერთობა გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მაშინ ცალკეულ პარტიებს განსხვავებული ბრძოლის ხერხის არჩევა მოუწევთ. ვინ რას გეგმავს 26 მაისის შემდეგ, შევეცდებით ამ გადაცემის ფორმატშიც გავარკვევთ. ბერდია სიჭინავა, გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე გავარკვევით, ვინ რას გეგმავს 26-მდე, 26-ის შემდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ აქტუალურ თემას მინდა შევეხო. ერთგვარ პოლიტიკურ წრეში ბურთს დაემსგავსა. წრეში ბურთს იმიტომ, რომ ყველა ცდილობს ეს თემა რაღაცნაირად აისხლიტოს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი. ხელისუფლება ამბობს, რომ დარწმუნებით იციან, რომ თქვენ, მაგალითად, თქვენი პარტია ლელო ემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის. ოპოზიციას, როდესაც ამას ვეკითხებით, არის სხვადასხვაგვარი პასუხები, ანუ ყველაზე ისეთი ნეიტრალური პასუხია, რომ კი, ყველა პოლიტიკური პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის უნდა ემზადოს, იმიტომ რომ თავად უპირველესი დანიშნულებაც პოლიტიკური პარტიისა არის ეს და მანამდე ყველა ძალისხმევას ასე ვთქვათ მიმართავენ, რომ ახალი არჩევნების დაანიშნონ ხელისუფლებას, დამთავრებული ყველაზე ისეთი კატეგორიული პასუხით, რომ არავითარ შემთხვევაში ეს იქნება ლეგიტიმაცია და ეს იქნება ქართული ხალხის ღალატი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე ბევრი გვისაუბრა, უბრალოდ სხვანაირად მინდა ახლა დავსვა ეს შეკითხვა და თქვენგან პასუხი მოვისმინა. როგორ ფიქრობთ ქართულ ოცნებას, რომელიც ცდილობს ხოლმე რაღაცნაირად პედალირებას ამ თემისა და საკმაოდ კარგად გამოსდის. აწყობს ფიქრობთ ასე, რომ კარგად გამოსდის. იმიტომ რომ ყველა საუბრობს ამაზე. ოპოზიცია ძალიან ბევრს საუბრობს ადგილობრივი არჩევნების თემაზე. სხვა შორის ერთმანეთზეც ეჭვიანობენ ოპოზიციაში და თან ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას აწყობს ამ თემაზე ამდენი საუბარი. ანუ ფაქტია, მე კი არ ფიქრობ. მოცემულობა არის ასეთი და რა ვიცი, შეგვიძლია საინფორმაციო სივრცეს გადავხედოთ. შორს არ წავედით. კითხვა ხო და ახლა კითხვამდე მივედი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებას აწყობს ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში თუ პირიქით, აი შეინარჩუნოს დღეს გამოვლენილი პრინციპული პოზიცია და უარი თქვას, ბოიკოტი გამოუცხადოს ადგილობრივ არჩევნებში. როგორც პოლიტიკოსი, რას ფიქრობთ? რა უფრო აძლევს ხელს ქართულ ოცნებას? მოგესალმებით, ემა კიდევ ერთხელ მივესალმები პალიტრა ნიუსის მაყურებელს და პირველ რიგში ულოცავ ანდრიაობის დღესასწაულს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მოდი ამ შეკითხვაზე ფუნდამენტურ პასუხს გავცემ კიდევ ერთხელ არაერთ ეთერში მისაუბრია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის არაერთ წარმომადგენელს და რატომღაც ეს თემა ვერ ჩაიხურა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენზე მკაფიო ამ საკითხთან მიმართებით მგონი არავინ არ ყოფილა არასდროს არც ერთი პოლიტიკური პარტია. საკითხი ნომერი 1, ანა ბანა. ვერც ერთი გარე აქტორი და ვერც შიდა პოლიტიკური აქტორი, რაც არ უნდა იჟივილ ხივილოს, ოცნება იქნება თუ სხვა ოპოზიციური კოალიციები თუ პარტიები, ჩვენს გადაწყვეტილებაზე
ვერ მოახდენს არსებით გავლენას თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აბსოლუტურად ყველა არჩევნებისთვის ვართ მზად და ბუნებრივია ბოიკოტთან დაკავშირებით თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ აუცილებლად გავაგებინებთ საჯაროდ. ეხლა ნაციონალური პასუხი არ არის ბუნდოვანი, ბერდია. მოდი რა, არა, მივყვეთ რა ძალიან. არა, მივყვეთ, მაგრამ უნდა დამასრულებინოთ ერთი წინადადება არ მithქვამს და ეგრევე ჩამეჭერეთ. მე ჩაიკარგება, თქვენ თქვით რომ, ანუ თქვენს პოზიციას ვერავინ ვერ შეგაცვლებთ. მოდი რა პოლემიკაში შევიდეთ, არ უნდა დამასრულებინოთ რაღაცა კონსტრუქცია. კი ბატონო, არ შეგიზღუდავთ. ანუ ჩაკითხვა მაქვს, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს პასუხი არის ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, მკაფიო და არ არის ბუნდოვანი, ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით? ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით ნიშნავს იმას, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც კარზე მოგვადგება, თუმცა იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მისაღები, თუ ვუცხადებთ ბოიკოტს ამ არჩევნებს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. ნაცმოძრაობა, ლელო ახლები და სხვა პარტიები თუ ფიქრობენ და ახლა ხმამაღლა ამბობენ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ამ არჩევნებში, ამ პირობებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი გადასაწყვეტი საკითხი და აქ ჩვენ არ შევდივართ დისკუსიაში ამ პარტიებთან, ეს მათი არჩევანია. თუ ლელოს და ნაცების არჩევანია ის, რომ ისინი პირდაპირ იძახიან, რომ ბოიკოტს უცხადებენ ამ არჩევნებს, ჩვენ ასე არა ვართ, ჩვენ პირიქით ვიძახით. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი არგუმენტაცია, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ. შეკითხვის პირველ ნაწილში და მოგახსენეთ. მე მიკითხავს თქვენთვის, მე სხვა შეკითხვა დაგესვით. როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებას არგუმენტაციაზე მივიდივართ. კი ბატონო, არგუმენტაციაზე მივიდივართ. გავაგრძელოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა ტიპის ტაბუს დადება, მე მაგალითად პერსონალურად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ფართო დისკუსია უნდა იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით და კაფეობას და გულწრფელობას აფასებს ჩვენი მოქალაქე პიროვნები. რა უშლის ხელს ასეთი დისკუსიის გაშლას და გამართვას? მე აგერ გეუბნებით, საჯარო სივრცეში. იმედი მაქვს დახურულ კარს მიღება მაინც იმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, არა? სხვა პარტიებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. აბა რაზე საუბრობთ ხოლმე? ორ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს დისკუსია ნებისმიერ პლატფორმასთან. ეს საკითხებთან დაკავშირებით ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამას დისკუსია რაში ჭირდება? ბერდი ანუ გადამრიგ. ინსტრუმენტებია შესაძენი იმისთვის, რომ პატიმრები გათავისუფლდეს. დისკუსია როგორ არ ჭირდება? არაღიარების პოლიტიკას მუშაობა ჭირდება. დისკუსია როგორ არ ჭირდება? რას მელაპარაკებით? ეხლა გამოცდილი ჟურნალისტები ბრძანებით. კი ბატონო, კარგი. გუში ხوار ხარ პოლიტიკაში. ბოდიში უკაცრავად მაშინ ამდენი ხანია ვითხოვთ თქვენგან ერთი ინსტრუმენტი მაინც დამისახელეთ ხო ამ დისკუსიის შედეგად? და მათ შორის საგარეო მიმართულებით. ეხლა გავაგზავნე. ეს ძველია. და უკვე მუშაობს. თამასულებინეთ. არგუმენტები ხო გაინტერესებდა? თემაზე გადარბიხართ, ბოლოს ამორჩეველიც და მოქალაქეც ვერ იღებს, რაზეც კითხვა დასვით და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მიიღებს ასე მონოტონურად, როდესაც საუბრობს პოლიტიკოსი, იქიდან უფრო ვერ იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. რაც შეეხება არჩევნებს, ანუ ბევრი ცვლადი შეიძლება არსებობდეს არჩევნებთან დაკავშირებით. აი, ბევრი ფუნდამენტური საკითხი შეიძლება არსებობდეს არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ რა მოცემულობა იქნება 2 თვის მერე, ამას აბსოლუტურად ვერ იტყვის ვერავინ. თუმცა დღეს რო პარტიები, ლელო, ნაცები და სხვა პარტიები იძახიან, რომ აი არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არც ერთ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური შეცდომა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა ცვლადები იქნება, რა მოცემულობა იქნება 2 თვის თავზე. რაც შეეხება არგუმენტებს. აი თქვენ წარმოიდგინეთ თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტიკურ არჩევნებს, ოპოზიციის ნაწილმა აქ 4 პარტია არ არის მხოლოდ ოპოზიცია, ხო? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, რომ ვიღაცის სატელიტი პარტია შეიძლება იყოს, თვითმმართველობის არჩევნებში ამ პარტიების შეყვანით ფაქტობრივად შექმნის მოცემულობას, პირდაპირ გეუბნებით, ეს მათი მიზანია, ოცნება, რომ აი ოპოზიცია მონაწილეობს ამ არჩევნებში და ხმა არის და პარტიისთვის მიცემული ხმა არის. ეხლა ვიღაცამ ლელოს მიცა ხმა თუ ნაცმოძრაობას მიცა ხმა თუ მერე გირც მიცა ხმა, თუ ვინმეს გონია რომ დასავლეთი ოპოზიცია დაღიარებს მხოლოდ იმას, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და სხვა პარტიას არ აღიარებს ამ ქვეყანაში, რომელიც შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რაღაცა ტიპის მხარდაჭერას მიიღებს და მას მიიჩნევს რაღაცა მარგინალურ არ იქნება ეს. ანუ დასავლეთი არ ემხრობა სრულ ბოიკოტს არჩევნებთან დაკავშირებით, ესე გავიგო თქვენი პასუხი? დასავლეთს ამასთან დაკავშირებით კაფე ოპოზიცია არ დაუფიქსირებია და დიახ, ანუ მე შემიძლია გითხრათ, რომ
ბოიკოტს, როგორც ასეთი თვითმმართველობის არჩევნების და ნებისმიერი არჩევნების, რა თქმა უნდა, დასავლეთი გამორიცხულია ეგ რო გითხრას ჩვენო, აი ხა შედით თქვენ ბოიკოტში. ვიღაცა შეიძლება მაგალითად პაპუაშვილს ეგონოს, რომ რაღაცა გარე აქტორებზეა დამოკიდებული. ვიღაცასთან მიმართებით შეიძლება არის. მე არ ვიცი, მაგრამ ამით დავიწყე მე, რომ გარე აქტორები და შიდა აქტორები ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენენ. მე გეუბნებით, ეხა მივყვეთ ერთი არგუმენტი. აი წარმოიდგინეთ თქვენ პლატფორმის გარეშე დარჩენილი პოლიტიკური ოპოზიცია დღეს პარლამენტში და იქ ბუნებრივია ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. პლატფორმის გარეშე დარჩენილი საკრებულოები არაერთი მუნიციპალიტეტის, არაერთი საკრებულოში, სადაც ჩვენ თუ საუბრობთ, რომ პროპაგანდამ ძალიან იმუშავა, მათ შორის რეგიონებში, თქვენ წარმოიდგინეთ საკრებულოები დეპუტატების გარეშე, სადაც ადამიანების ხმა არ ისმის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ან თეორიულად დაუშვით ეს შესაძლებლობა, სადაც რომელიღაცა ალტინფო ზის და საუბრობს ზუსტად იმ მარგინალური მესიჯებით, რა მესიჯები ზუსტად ასხამს პროპაგანდის წისქვილზე წყალს. ან თქვენ წარმოიდგენიათ საერთოდ აი გამქრალი ოპოზიცია, ქუჩაში დატოვებული ოპოზიცია და თქვენ წარმოიდგინეთ, ოცნება საერთოდ შეიძლება გაყალბება არ დაჭირდეს ამ არჩევნებს. აი ხა მარტივი დილემა დავსვათ. გაყალბებული არჩევნების პირობებში ბევრად უფრო გაუჭირდება ლეგიტიმაციის კიდევ უფრო შეძენა. თქვენ ლეგიტიმაცია მე ნახეთ, როცა არ გააყალბებს რაღაც სამპარტია შეიყვანს თვითმმართველობის არჩევნებში, პირდაპირ გეუბნებით, არც დაჭირდება გაყალბება და ლეგიტიმაციის მოსვლა და ლეგიტიმაციის შეძენა მე ნახოს ოპოზიციას. ანუ თქვენი ეს არგუმენტები, ასე ვთქვათ, მოკლე რეზუმე არის ასეთი, რომ ქართულ ოცნებას არ აწყობს ძირითადი პოლიტიკური აქტორების არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ შემდეგი შეკითხვა მიჩნდება, ის ვინც უყურეთ ქართული ოცნება ხომ მარტივი პრიმიტიული გუნდი არ არის. ბუნებრივია მათ აქვს რამდენიმე სცენარი, ხო? ნუ როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამუშავებს რამდენიმე სცენარს, სხვადასხვა მიმართულებით, ზუსტად ესე მუშაობენ. ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში, არ მონაწილეობის შემთხვევაში რა სტრატეგია აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ თუ გონიათ ახლა ოცნება ფიქრობთ, ესე უფრო აწყობს ან ისე უფრო აწყობს, ესე არ არის. მათ თავიანთი გეგმა აქვს გაწერილი, ერთთან მიმართებით რას აკეთებენ თუ ოპოზიცია თქვენ ახლა წარმოაჩინეთ რა სურათი შეიძლება მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში ძირითადი პოლიტიკური აქტორების არ მონაწილეობის შემთხვევაში, ხო, მარტო ქართული ოცნება თავის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან დარჩენილი და საერთაშორისო პარტნიორების საერთაშორისო პარტნიორებთან გეტყვის მარტო. ჩვენ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ გადაწყვეტილება ჯერ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიღებული. რაზეა დამოკიდებული? შეგიძლიათ მითხრათ, აი ცვლადებით თქვით თქვენ, ეხლა შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ყველაზე მეტად რა არ ფასობს, იცი და რა არის, ან კითხაობა რა, მარჩიელობა რა, ანუ რაც ბევრი რაღაც ხდება. ანუ როგორ შეგიძლიათ? მესმის, ამიტომაც არ გეკითხებით, ანუ რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც საბოლოოდ მიგაღებინებთ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. გაცილებით უფრო ნაკლები იქნება ალბათ ისეთი გარემოებები, რაც საბოლოოდ უარს გათქმევს. რა შეიძლება მოხდეს? რომელი უფრო პატიოსანი მიდგომა? არ მიიღებთ მონაწილეობას კატეგორიულად. მე არ გეტყვით ამას ახლა. უყურე, რომელი უფრო პატიოსანი მიდგომა იქნება აი თქვენი გადმოსახედიდან. თქვენ როგორც რიგითი მოქალაქე. მე პოლიტიკური პარტია, რომელიც გეუბნები, რომ მე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ახალი არჩევნები, ყველა არჩევნებისთვის ვარ მზად და თუ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადო, რაღაც სვლადებზეა ეს დამოკიდებული ამ არჩევნებს, ამას გაგაგებინებ და გულწრფელად გეტყვი. თუ ის რომ პოლიტიკური პარტია გეუბნები, რომ არც ერთ შემთხვევაში ბოიკოტს უცხადებ ვიღაცა ლელო ვარან, ახლები ვარან, აცმოძრაობა ვარ, ბოიკოტს უცხადებ და მე აღმოჩნდება, რომ ეს პარტიები მონაწილეობენ, როგორ შეიძლება ახსნას? როგორ აღმოჩნდება? აი რა წინაპირობა არსებობს ახლა ლელოსთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ გააკეთა განცხადება, ლელო ამბობს აგერ ყველა ინტერვიუში, რომ რეგიონებში მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან და აქტივისტებთან შეხვედრა არ ნიშნავს არჩევნებისთვის მზადებას. ხო, რა ვიცი. აი რა გაძლევთ? აი დავანებოთ. მე არ მინდა ახლა ხვის კამპანიაში ჩავერია, ლელოს კამპანია აქ თავისი, კი ბატონო, მიხედავს. მაგრამ როდესაც მე რას ვითხოვ, იცი? როდესაც პირდაპირ ამბობთ თქვენს ასე ვთქვათ, კოლეგა ოპოზიციონერებზე, რომ ისინი თავის განცხადებებში დღეს არიან არაგულწრფელები, ხო, გავიგე, მაგრამ აი ამ კატეგორიულობით ამის საპირისპირო მოცემულობა შეიძლება დაუდგე და მიიღონ მონაწილეობა და ამას ვერ ახსნიან. რატომ შეიძლება დადგეს ეს საპირისპირო? ამის ინდიკატორები არსებობს.
ერთი მაინც მითხარით, აი ინდიკატორი, რომელიც გაფიქრებინებ თქვენ დაასახელეთ რეგიონებში რომ დადიან და ხდებიან? კარგით ეხლა რა, ეს არის ასე ვთქვათ. კარგით ეხლა მართლა რა. ხო, მითხარით რომ პოლიტიკოსი თქვენ ხართ, ხო? პირდაპირ ინდიკატორია ეს, რომ კონკრეტული ძალა ემზადება ახალი არჩევნებისთვის, ხო? თვითმმართველობა იქნება მომდევნო არჩევნებისთვის, რაც მოუწევს. თუ საპარლამენტოს და კიდევ რო უკავშირებენ თითქოს თვითმმართველობა რაღაცა კუთხით უკავშირდება საპარლამენტო იმის ლეგიტიმაციას, ნუ აბსურდი, სისულელე, ხო რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ერთ არჩევნებს მეორე არჩევნებთან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან. აი, როგორ შეიძლება ეს კორელაციაში იყოს ერთმანეთთან? ამიტომ მე გეუბნებით, რომ ჩემი ძალა არის პრაგმატიზმი. ჩემი ძალა არის გულწრფელობა, აი მოქალაქეებს მიმართო. მათ შორის ჩემ ამორჩევს. მე არ მოგატყუებთ არასდროს. მე თუ გეტყვით, რომ არ მომონაწილეობ, ამას გაგაგებინებთ, მაგრამ ეხლა პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ნებისმიერი არჩევნებისთვის უნდა ვიყო მზად. ეს არის ჩემი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს არჩევნები არის ძალა, რომელთაც ჩვენ შეგიძლია შეცვალო ხელისუფლება. ამიტომ მასზე უარის თქმა სჭირდება სერიოზული დასაბუთება და ზოგიერთი პოლიტიკური პარტია დღეს გეუბნებათ თქვენ, მათ შორის მათ ამომრჩევლებს მიმართოთ, რომ არ მივიღებთ არც ერთ შემთხვევაში ამ არჩევნებში მონაწილეობას და დადგება მომენტი, აი 4 აგვისტო, როდესაც სიებსაც წარადგენენ, საარჩევნო რეგისტრაციასაც გაივლიან და მე უტიფრა დაგელაპარაკებიან თქვენ, რომ ხმა უნდა მისცეთ მათ და ამიტომ მე გულწრფელობას ვაფასებ ყოველთვის და ეს არის ჩვენი ძალა. არ მოვატყუებ ჩვენ პოლიტიკურ პარტია არავის არასდროს ამ სიტუაციაში განა არ შეგიძლიათ ალბათ არ ფიქრობთ რომ ნაადრევია ასე ვთქვათ ყველა ბანკოს გახსნა საჯაროდ. აი თქვით რომ კითხაობას დაემსგავსება, ეხლა წინასწარ რაღაცა ის მოცემულობები და პირობები დავასახელო, რამ შეიძლება ასე ვთქვათ გადამაფიქრებინოს არჩევნებში ან პირიქით დამარწმუნოს რომ სწორი გადაწყვეტილება რომ ვემზადებოდი არჩევნებისთვის და მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ ხომ მქონდათ აი საპარლამენტო არჩევნების წინ წითელი ხაზები გავლებული და ამას არასდროს არ ერიდებოდით რომ წითელი ხაზი იყო რომ არასოდეს არ ვითანამშრომლეთ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან. შეგიძლიათ არა ეხლა ეს სად გაქვთ გავლებულია ეს თითქმის სად გაქვთ პარლამენტში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების რესურსი ამასთან დაკავშირებით აკეთებთ ხოლმე განცხადებას ჩვენ ხო შეკითხვა არ დამისვავს ბერდია არა ვერ მიხვდით საერთოდ ვერ მიხვდით ეხლა შეგიძლიათ თუ არა ესეთი წითელი ხაზი გაავლოთ და თქვათ რომ აი ამ შემთხვევაში, აი ამ წითელი ხაზის შემთხვევაში კატეგორიულად გამოვრიცხავთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მე ამაზე გიპასუხებ. ეს ბევრ სულადზეა დამოკიდებული და ამას ეხლა არ გეტყვით, იმიტომ რომ პასუხი შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. ამას არ გეტყვით, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ დიახ, ჩვენ ვემზადებით აბსოლუტურად ყველა არჩევნებისთვის, მაგრამ საარჩევნო რეგისტრაციის დრო რომ მოვა, თუ ბოიკოტის გამოცხადებას გადავწყვეტ, ამასთან დაკავშირებით გაგაგებინებ და არ მოგატყუებთ სხვებივით, რომ არ მონაწილეობთ, მაგრამ თან მონაწილეობთ, თან ვეპარებით არჩევნებს თუ რაღაცა და ასე შემდეგ რა. ამის თვალმინებრივ. კი ბატონო, ერთია და არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა, არ მონაწილეობა, მაგრამ აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჰიპოთეტურად, რომ ხვალ ტარდებოდეს, რა ვიცი, ადგილობრივი არჩევნები. რა რესურსი აქვს ოპოზიციას? ან ერთად არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ეს ვერსიაც ხო განიხილება ექსპერტებს და ანალიტიკოსების წრეებში ერთად მონაწილეობის ასე ვთქვათ რესურსი დამარცხება ქართული ოცნებისა რეგიონებში და მოკლედ ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ უკვე საპარლამენტო არჩევნების გზაზე ერთად რა რესურსი აქვს ოპოზიციას და ცალ-ცალკე, აი როდესაც თქვით რომ ხა სატელიტების შემთხვევაში საერთოდ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმა არ იქნება გაგონილი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ხო, ეხლა რომ არ ვიცი, ცალკეული ოპოზიციური პარტიები თუ ყველა ძირითადი მოთამაშე გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, რა შედეგი შეიძლება დადოს ოპოზიციამ? ვერ გეტყვით, ესეც მკითხაობაა, ახლა ძალიან გიყვართ, როგორ ჩანს ეს მე არ მიყვარს მკითხაობა, მე მიყვარს განჭვრეტადი პოზიციონირება რაღაცა შესაძლებლობებს ხო უნდა აფასებდეთ, ანუ მე ხო ვიცი ახლა მაგალითად აი რა როგორ ადონეზე შემიძლია ერთადერთი პარტია ვართ, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს რო შევახსენო, რომელმაც გააუმჯობესა თავისი შედეგი. ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც რამდენიმე 1000-ით მეტი ხმა აიღო წინარჩევნებთან შედარებით. სხვა დანარჩენები არიან 4, 5, 6 პარტიისგან შემდგარი კოალიციები, რომლებსაც აი ხმები აქვს შეკოწიწებული და რაღაცა შედეგი აქვს ნაჩვენები. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც ზრდა აჩვენა წინარჩევნებში, ვართ ჩვენი პოლიტიკური ძალა და ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი, რაც გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკური უჯრედის კვდომა
არჩევნებში არ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შეიძლება იყოს პოლიტიკური უჯრედის ყდომა, სხეულის ან პოლიტიკური სხეულის უჯრედის ყდომა. ადამიანი, რომელიც ახლა არ მინდა რაღაცა თუ არაფერი შეიცვალა და ეს მოცემულობა შენარჩუნდა ოქტომბრამდე, არ იქნება ეს, არ ვიცი, ამომრჩეულის ხალატი, არ იქნება ეს ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, ანუ ესეთი არგუმენტები ხო? ლეგიტიმაციის მიცემა უბრალოდ ვერ ხვდები. 26 ოქტომბერს მონაწილეობით ლეგიტიმაცია მივეცით? მაინტერესებს უბრალოდ 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაცია მივეცით იმას რომ ოცნებას მიიღო. რატო არ გამოუცხადა ბოიკოტი ამ პარტიების ნაწილმა 26 ოქტომბერს არჩევნებში? არ ეგრეთ რომ გარკვეული ლეგიტიმაცია იყო. 12 წელი იძახდნენ რომ ასეთი ძალა 20-20 წელსაც იძახდნენ ეს ადამიანები. მათი პოლიტიკური პარტიების ნაწილი რომ გაყავდა არჩევნები და რა 20-24-ში შეიცვალა მათთვის მოცემულობა? შენ თუ მებრძოლი ხარ, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო. მე ყოველთვის მიყვარს, რა ვიცი, ანუ ჭადრაკი მიყვარს და მიყვარს რამდენიმე სვლით ადრე, ანუ ნაფიქრი რა ხდება რის მერე. აი რა ხდება იმის მერე, რაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას. ეს კითხვა დაუსვით უბრალოდ იმ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება კიდევ უფრო ასე ვთქვათ, იზოლირებულია, როგორც შიდა ისე გარე დონეზე ქართული ოცნება და გვარამიამ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. თქვენ ესე გონიათ მართლა? არა, მე კი არ მგონია, მათი არგუმენტები ნაკლებ საინტერესოა, მე რა მგონია ამ შემთხვევაში. მე მომხავს ასე ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების არგუმენტები. პირიქით. თუ მათ მოუწევთ კიდე მეორე გაყალბების ინსტრუმენტების გამოყენება, პირიქით უფრო გაივიყება, უფრო გაიმიჯნება, როგორია საპარლამენტო არჩევნები გააყალბე და არ აღიარებს ოპოზიცია. თვითმმართველობის არჩევნები გააყალბე და არ აღიარებს ოპოზიცია. წავე კრიზისში ბევრად უფრო შედიხარ, ვიდრე ის, რომ ეხა წინასწარ საუბრობდე იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამას ბოიკოტს უცხადებ და შენ თუ ბოიკოტს უცხადებ, აი დასავლეთს ეთქვის, ესენი პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. ხო, მაგრამ სად არის გარანტია იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების გავსად ადგილობრივ არჩევნებსაც არ გააყალბებენ? ჩვენ უნდა გავზარდოთ, ჩვენ უნდა შევაღწიოთ მათ პროპაგანდაში, უნდა დავამარცხოთ მათი პროპაგანდა. კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ იმ ზღვარს რომ მიაღწევს ამომრჩევლების ის რაოდენობა რომელიც მოწყდება ოცნებას ნებისმიერი გაყალბების პირობებშიც მოიგებ, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის რომ ვერ ვსწავლობთ გაკვეთილებს. ხო, ვიღაცას დღის წესრიგით მიდიოდა ოპოზიციის რაღაცა ნაწილი, სიების ჩახსნა, თვითმმართველობის არჩევნებში არ მივიღოთ. ვისი დღის წესრიგი? რა ვიცი, ხა ერთ-ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რომელმაც მანდატები დაჭრა თუ თვითმმართველობის ცესკოს მიმართა სიების ჩახსნა, პირველი სხდომა ვერ გაიმართება იმის პარლამენტის და ასე შემდეგ. კოალიციას ცვლილებებისთვის ამას არა, ნუ ვინც იყო რა, ბევრი იყო იგივე მეინსტრიმი იყო ვიღაცა პერსონა ხო რამდენიმე ასე ქართული ოცნებაც ამბობს რომ თავისი ჭკუით არ მოქმედებს ზოგადად ოპოზიცია და უსხოური ძალის მიერ იმართებაო ხა ვიღაცა იფიქრებს რომ იგივე ასე ვთქვათ ნარატივს ატარებთ თუ ვინმე იმართება უსხოური ძალის მხრიდან ეს არის ოცნება და მისი ხელისუფლება. გეტყვი პირდაპირ მესიჯ ბოქსი ნახეთ ეს ადამიანები აი უბრალოდ მესიჯ ბოქსი ნახეთ მათი ანუ შეადარეთ მესიჯ ბოქსი როგორი აქვს უნგრეთის ხელისუფლებას როგორი აქვს სლოვაკეთის აი ერთი მესიჯ ბოქსი და ერთადერთი დედაქალაქი სადაც დადიან და რაღაცა ენა აქვთ გასიგრძე განებული არის ბუდაპეშტი სადაც საუბრობენ და ბრატისლავა სადაც საუბრობენ ხო ბევრი განცხადება გაკეთდა ანუ მე ამას ხო არ ვიძახი ანუ ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენას გარე აქტორები და შიდა აქტორები ვერ ეხდენენ ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება ჩვენი პოლიტიკური პარტიის ამომრჩევლების არ მითხოვთ ქვეყნის მომავლიც მე ვერ დარჩენი ოპოზიციური იმიტომ რომ რაღაცა ბოლო პერიოდში არც მანამდე გაკლდათ მაგრამ კოალიციამ ჩახსნა ერთად ხოსიებით ჩახსნა ისიც ჩახსნა ესე ჩახსნა ანუ მე ხო არ მიმიღე ეს გაწყვეტ მე არ მომიტყუებია ჩემი მოსავშოთ რაღაცა გარეძალების ჩარევა რომ მანდატები დაეტოვებინათ გარეძალარაშუაში ანუ ამაზე არ საუბრობდით ახლა? გარეძალას კი არ გელაპარაკებით კაცო. ანუ რაღაცა მეინსტრიმ ოპოზიციის ნაწილი იყო, რომელმაც თქვა, რომ ცესკოს მივმართავთ ახლა, თუ მივმართავთ, ვერ შევიძენთ უფლებამოსილებას, მერე თქვენი მისაბართითაც კეთდებოდა ეს მოწოდებები და დღემდე ელოდებიან რა მოხდება მაისის ბოლოს, იმიტომ რომ მაისის ბოლოს იწურება ის ვადა, როდესაც შესაძლებელია თქვენი მანდატების გადახედვა მოხდეს. ბოლოს და მინდა 1-2 წუთით ვისარგებლო ასევე გამოვეხმაურო აი ბოლო დროს ამ პლაკატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აუცილებლად ეკანა. ამაზე მინდოდა მეკითხა, რომელი პლაკატის მიხეილ სააკაშვილის ბანერებთან დაკავშირებით 9 მაისს რომ დაპირისპირება მოხდა. სხვათა შორის ხაბეიშვილმა ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით და თქვა რომ თუ კი ვინმეა ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმარი არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი და 2 დღის გამოჩეკილი ოპოზიციონერებისგან საუბარი ხო სააკაშვილთან დაკავშირებით რაღაცა ისეთი უარყოფით კონტექსტში უბრალოდ
ღიმილის მომგვრელიაო, ალბათ იგულის, ისრები ყოველ შემთხვევაში თქვენსკენაც იყო ძირითადად. ხაბეიშვილი რას ლაპარაკობს, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ რომ არ არის ის რაღაც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი, რამე პოლიტიკაზე ზეგავლენის მომხდენი ადამიანი. ეს პოლიცია თავმჯდომარე არ არის. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის ბელადს პირდებოდა ვივამეთში, თავით შევარდნას და ფიზიკურად გამოხსნას და დღეს ერთადერთი რაც შეუძლია პლაკატით მოაწყოს რაღაცა ისა დესტრუქცია აქცია. არ არის ხაბეიშვილი ამბობს, ჩვენო განსხვავება ბევრი გვაქვსო. დამასრულებელით ხო გთხოვეთ ორი წუთი. კი, მესმის, მაგრამ მიჩნდება ორი დღის ოპოზიცია რო იძახიან ეს ადამიანები. აი წარმოიდგინეთ თქვენ, აი 12 წლის წინ 1 ოქტომბერს ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა განცდა, რომ ნაცმოძრაობა დაამარცხა. დღეს ეს განცდა გაუფერლდა, რატო იცი ჩვენ 1 ოქტომბერს დაწყებული პროცესი ეხაც გრძელდება, ანუ ჩვენ ნაცმოძრაობა არ დაგვიმარცხებია. ეხა ეს ამ ადამიანებს აი ცოტა ისე რომ მაღალ ტონში რო ლაპარაკობენ. ბოდიში და ფარცხალაძე მათი პოლიციის მაღალჩინოსანი არ იყო დღეს რო რუსეთის აგენტობაშია მხილებული? აი ეხლა აქ რომ ნაციონალიზმის წარმომადგენელი იყოს აუცილებლად გეყოლათ რომ ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი, როდესაც გახარია იყო ქართული პოლიციის მთავრობაში. უყურეთ დამასრულებინეთ ეხლა. ეს არის პირდაპირ გეუბნებით ნაცმოძრაობის გამოძერწილი ადამიანები. მურუსიძე დღეს რომ დასცინის მთელ სასამართლო სისტემას და ახალგაზრდებს აჯარიმებს და ციხეში ამწყდებს. ვისი შექმნილია? ამაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მურუსიძეზე იღებენ პასუხისმგებლობას. ჩინჩალაძე ხარება რო არბევს დღეს თავისი მარბიელი რაზმებით. იღებენ პასუხისმგებლობას ხარებაზე. თურნავაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელია, მათი მინისტრის მოადგილე რო იყო, ამაზე იღებენ პასუხისმგებლობას. ამიტომ ვიძახი რომ ჩვენ ნაცმოძრაობა კი არ დაგვიმარცხებია. რა დღეს რა ხდება? ხელისუფლებაში მათი გამოძერწილი სისტემა აიღოს ახლა პასუხისმგებლობა ოპოზიციაში მყოფმა ნაციონალურ მოძრაობამ. ლაპარაკები თემა. არა, როგორ მითხრა ვინ უნდა აიღოს აბა პასუხისმგებლობა? გიორგი გახარიამ უნდა აიღოს? ჩინჩალაძეზე ადეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ გიორგი გახარია? მაინტერესებს უბრალოდ. მას მერე 12 წელი გავიდა. ხარებაზე ვინ უნდა აიღოს? მე ვანო მერაბიშვილმა უნდა აიღოს. რუსიძეც, რა ვიცი. ეგ არის პრობლემა, მაგას გელაპარაკებ. ფარცხალაძეც და დანახო. ამ ადამიანებს ენა რო აქვს წაგდებული და 12 წლის წინო თუ თითქოს არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. არასწორი არჩევანი გავაკეთეთ კი არა. ჩვენ იმ ბრძოლის გაგრძელებაში ვართ დღესაც. თქვენ რომ არა ნაცმოძრაობა და თქვენი ეს რეჟიმის სატელიტები რომ არა, მურუსიძეები რომ არა, ჩინჩალაძეები რომ არა, ხარებები რომ არა და კიდე ბევრი ადამიანი რომ არა, იქ რა ვიცი, ვიქტორე ჯაფარიძეები და სხვები და შემომწირველები და ქართულ ბანკის გამკოტრებლები. საერთოდ დადგებოდა დღის წესში ეს პრობლემა? დადგებოდა. თქვენ თუ გონიათ 2012 წელს ხელისუფლება თუ არ შეიცვლებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. პირიქით, ბევრად უარეს და კიდე უფრო შორს წავიდოდა, ვიდრე ეხა შეიძლება იყოს წასული. ბერდია, მოდი ასე დავსავრე. ეს არის ჯოხის ორი ბოლო და ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაწყებულ საქმეს აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ყველა უნდა შეეშვას პროვოკაციებს. მე პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა. იმდენად ბევრი გამოწვევა აქვს ამ ქვეყანას. ეს არის წარსული, მაგრამ ამ ადამიანებში თუ მაგალითად როგორც ხაბეიშვილმა თქვა, მაისის ბოლოდან ის გამოიტანს აი ამ პოლიტიკური მოლაპარაკებების კულუარებს და პირდაპირ იტყვის თუ ვინ საუბრობდა დახურულ შეხვედრებზე სხვაგვარად და შემდეგ უკვე საჯაროდ სხვანაირ განცხადებებს აკეთებდა. ის ამბობს რომ მათ ურჩევდი აი ამ პროვოკაციებს მიხეილ სააკაშვილის პლაკატით, აი იქ ვიყავი, ახლომახლოში ვიყავი, როცა ეს ფაქტი მოხდა. ეხლა ფორმას გააჩინე, კი ბატონო, მესმის ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პლაკატიანი ადამიანები პირდაპირ გეუბნებით. გახარიაც უნდა ეჭერა, თქვენც ხომ გამოიტანდით გახარიას ამსახველ ბანერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. უყურეთ, გიორგი გახარია თავად არ დაუშვებდა იმას, რომ მისი პლაკატები გარიყო იქ ადამიანები. მარტივად გიორგი გახარიას ფიზიკ და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არის დაუშვათ პლაკატის და ბანერის გამოტანა, აი რა არის ამას გავაკეთებ იქ სადაც საჭიროა. იქ სადაც პოლიტპატიმრებად არიან 19 წლის, 18 წლის ბიჭები და ისინი მსახიობები, ციხეში ჩამწყდეული, იქ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 3 წელი გვატყუებდა, რომ ტყვი წამლავდნენ და რაღაცა ანტენიანი მანქანა იდგა და ასხივებდა ამ ადამიანს ძალიან დიდი ბოდიში. შეურაცხყოფა ამ ადამიანების. ყველას უსურვებ გამძლეობას ციხეში. რაზეა საუბარი? კი ბატონო. მაგრამ პოლიტიკური პატიმარი არ არის მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის. არის მაოხრებელი გზირი და ვინმესთვის თუ არის სანთლით საძებარი მოურავი, კი ბატონო, წავიდნენ სანთლები და აიმაგრონ ხელში, მივიდნენ ვიუამეთან, ილოცონ, გამოიხსნან, ფიზიკურად ხოპირდებოდნენ, ტყვეობიდან გამოხსნან სამ ადამიანს. მივიდნენ და გააკეთონ ეს. რა შუაშია ის აქცია? რატო პარაზიტირებენ ამ თემაზე? რაც გვაერთიანებს ის გავაკეთოთ. პოლიტპატიმრების საკითხი გაწუხებთ, კი ბატონო, გვაწუხებს. ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, ეროვნული ინტერესების საკითხი, გვაწუხებს.
ამ თემის გარშემო როგორ შეიძლება ამ საკითხში შემოიტანო საკითხი, რომელიც გამხლიჩი არის ამისი. ხო არ შეიძლება შემოიტანო. ამაზე ვსაუბრობ. კარგი, აი რაც გვაერთიანებსო ამ თემასთან დაკავშირებით, სხვა შორის განა იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დიდი დოზით რო არ მომივიდეს ციტირება ლევან ხაბეშვილს, ეს მოსაზრებები სხვებისგანაც მოგვისმენია ხო სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული ერთობის. აი მამუკა ხაზარაძემაც თქვა რომ არ გავჩერდებით ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ. ანუ გარკვეული ტიპის ერთობაზე მიუხედავად ბევრი წარუმატებელი მცდელობისა დღემდე მიდის საუბარი. აი ხაბეშვილმა თქვა რომ უნდა მომიზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის და ეს 100,000 კაციანი აქციები ჩვეულებრივი სეირნობით აღარ უნდა დამთავრდეს. ჩვენს ქვეყანაში არ არის დღეს პოლიტიკის კეთების ადგილი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ყველა ზღვარს გადავიდა და ესეც ხშირად გექნებათ მოსმენილი, ძალას ძალა უნდა დაუპირისპიროთო და ანუ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა ალბათ ყველას, ვინც უსმენდა, რომ თუ ერთობლივად რაღაცნაირად არ მოხდება შეთანხმება ბრძოლის ასეთ სტრატეგიაზე, ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებლად დაიწყებს სხვადასხვა ქმედებებს. არ ვიცი კაცო რა, ვინმე დაუშალა ეს პერიოდი, ან ვინმე მუშლი. ანუ ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესისთვის. დატოვებული აქვს. ისიც დატოვებული აქვს, თუ დამოუკიდებელი გზა აქვს ამ ადამიანებს, დაუშალათ ვინმე კაცო. მიდით შესთავაზონ მოქალაქეებს. თავიანთი გზა შესთავაზონ. პოლიტიკური პროცესისთვის არ იქნება ეს ჩვენი პოლიტიკური პარტია მათთან. ჩვენი პოლიტიკური პარტია ზურაბიშვილის პლატფორმაში არის ორი საკითხის გარშემო. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია. პოლიტიკური პარტნიორები ამ ქვეყანაში უნდა გათავისუფლდნენ და მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. სხვა საკითხი ჩვენ ამ პარტიებთან არანაირი იდენტობის თვალსაზრისით, ფასეულობების თვალსაზრისით არ გვაერთიანებს საბედნიეროდ. ხო და რაიმეზე ჩამოყალიბდით თქო ეს მაინც რომ მითხრათ, აი არ ვიცი პლატფორმის ფარგლებში ამ ორი საკითხის მიღწევის გზებზე და სტრატეგიებზე. აი წეგან რო გკითხეთ, ერთი შედეგი მაინც მითხარით, რისი შეთანხმება მოხერხდა, მითხარით საერთაშორისო იზოლაცია. ეს გავიგე, ანუ თავარი ინსტრუმენტი არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. ლეგიტიმაცია ვერ შეიძინა ქვეყნის შიგნით და იქ ოპოზიცია არ არის წარმოქმნილი. მეორე, ქვეყნის საგარეო თვალსაზრისით მუშაობა აქტიურად გრძელდება, მათ შორის ლეგიტიმაციის ნაკლებობა და კრიზისი ფაქტობრივად აქვს. თუმცა ეხა ვთქვათ, რომ ლეგიტიმაცია გადაწყვეტილი საკითხია, ეს ესე არ არის, ჰაერში დამოკიდებული საკითხია ნამდვილად. ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, მათ შორის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მტკიცებულებების მიწოდება, ყოველდღიური კომუნიკაცია. დიახ, აი ამ ნაწილში მუშაობა არის გასაგრძელებელი და ქვეყნის შიგნით პროტესტის კერა უნდა ღვიოდეს მუდმივად და ამ პროტესტის კერას დაზიანება კი არ უნდა. ამ პროტესტის კერას უნდა გაზრდა, გაშლა გეოგრაფიულად. ეს პროტესტი კი არ უნდა ჩაიკეტოს თავის თავში. პროტესტი უნდა გასცდეს თავის მასშტაბს. სოციალურ ფენებში უნდა ჩააღწიოს, სოციალური პრობლემებიდან უნდა ამოვიდეს. მათ შორის ჩვენი ადამიანებთან უნდა ამას, აი ეს გააქვთ რაღაცნაირად შეთანხმებული, იმიტომ რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატი იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა იქნება, არის უფრო აზრთა გაცვლა, გამოცვლის ადგილი, იმიტომ რომ აი წინააღმდეგობა კონკრეტულად რაშია, შეგიძლიათ მითხრათ, აი დაუპირისპიროთ ხაბეიშვილის განცხადებას, რომ 100,000 კაციანი, კი ბატონო, იმიტომ რომ ის საუბრობს ღიად კარგი სხვებისგანაც მოგვისმენია რომ შეკრებილი 100,000-ობით ადამიანი ასე უბრალოდ არ უნდა დაშალო და კონკრეტული მიზნისკენ უნდა მიმართო. აი ამას ამბობს სხვას არაფერს. სხვებისგანაც ხო მოგისმენია? კონკრეტულ გეგმა დადოს რა მიზნისკენ უნდა მიმართოს ეს ადამიანები და თავისი ამომრჩევლები გამოიყვანოს. ხო 100,000-ზე მეტია ხმა გაღებული ნაცმოძრაობას ამ არჩევნებში. გამოიყვანოს თავისი ამომრჩეველი და ელაპარაკოს მათ და მათი სახელით ილაპარაკოს და იქ როდესაც ამ მოთხოვნის გარშემო როგორც ხაბეიშვილს აქვს მოსაზრებები წარმოდგენილი არ არიან ადამიანის შეკრებილები და არიან კონკრეტული საკითხების გარშემო გეუბნებით რომ არ შეიძლება ისეთი საკითხების შემოტანა რომელიც საერთო სულისკვეთებას ამ პროტესტის დააზიანებს იმიტომ რომ ფაქტია რომ ეს ზიანი უკვე დადგა და ეხლა უნდა მორჩეს ერთმანეთის მიმართ ეს რაღაცა გიჟური დამოკიდებულება და ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი დანაშაული ყველა მათ შორის იმ ადამიანებმა რომლებიც გამოც არის დღეს ოცნება ამ მდგომარეობაში როგორც და რა უნდა ქნან უნდა საერთოდ არ ვიცი გვერდზე გაიწიონ პოლიტიკური პროცესი და მართლა მოხდება რა უნდა ქნას ნაციონალური მოძრაობა რა თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ჯოხის ორი ბოლო თქვით ნაციონალური მოძრაობა დამარცხებული არ არის აი საბოლოო ჯამში როგორ წარმოგიდგენიათ მათი სამომავლო ქმედება აი ეს მოწოდებები რაც ეხლა აი რა უნდა ქნას ნაციონალური მოძრაობა აი პერსონალურად მეგეთქვით ანუ ჩემს თავზეც ანუ ხშირად მისაუბრია და
ზოგჯერ ემოციური ადამიანი ვარ და ხშირად მიყვარს თვითკრიტიკა და ანუ ძალიან ბევრს საუბრობ ხშირად ნაცმოძრაობაზე რა. გულწრფელად რომ გითხრათ, მაგრამ სხვა შანს არ ტოვებენ ეს ადამიანები უბრალოდ ფიზიკურად და ანუ ადამიანი რომელსაც თავისი დანაშაული არ აქვს გააზრებული, პარტია რომელსაც ღირებულებები, ფასეულობები არ აქვს გადაფასებული და ყველაფერი სწორად ხდებოდა თურმე 2012 წლამდე და ესე უნდა გააგრძელოს. ანუ წარმოგიდგენია დნმ-ის დონეზე ადამიანის, ანუ ქართველი ადამიანის გონებაში შარჩენილია, რომ ნაცმოძრაობა არ უნდა დააბრუნოს ხელისუფლებაში. ეხლა თქვენი თავარი პოლიტიკური ფოკუსი მითხარით, აი, გასწორებულია ქართულ ოცნებაზე თუ ნაციონალურ მოძრაობას თუ ორივეზე ერთად. ჩვენ თავარი პოლიტიკური ფოკუსი არის დამარცხდეს სისტემა. სადაც და ეს რეჟიმი, მე გეტყვით პირდაპირ, რომ ეს რეჟიმი დგას მათ შორის ნაცმოძრაობის ნარჩენებზე. პირდაპირ ფორმით გეუბნებით ამას. ნაცმოძრაობის შექმნილ გამოძერწილ ადამიანებზე, მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, ხარებაზე და ბევრზე და არ მინდა ახლა გავაგრძელო. პერსონალიებზე კი არ არის აქ საუბარი. სისტემაზეა საუბარი. სისტემა უნდა დავამარცხოთ ჩვენ და ამ სისტემის თავში ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი, ბერდიას იჭინავასთვის ერთი რიგითი მოქალაქისთვის, მე არ მაქვს პრეტენზია რაღაცა განსაკუთრებულ პოლიტიკოსობაზე. ამის ჩემთვის როგორც რიგითი ადამიანის მნიშვნელობა არ აქვს. მე სისტემა უნდა დავამარცხო. მე მინდა სამართლიანი წესები. სამართლიანი წესრიგი მინდა. მე მინდა კრიმინალი არ იყოს შესანიშნავ მდგომარეობაში, როგორც ბევრს მიაჩნია. მე არ მინდა ნარკოტიკებით ადამიანები იღუპებოდნენ. მე მინდა ევროკავშირის წევრი იყოს ეს ქვეყანა, კეთილდღეობა იყოს. მე მინდა პენსია ღირსეული კონდეთ ადამიანებს. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს და ლეიკემია არ იყოს განაჩენი ახალგაზრდა პატარა ბავშვებისთვის. აი ეს მინდა. მეტი არაფერი არ მინდა. მადლობა ბერდიას იჭინავას უსმენდით. გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ცოტა ხნის წინ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ცნობილი სტამბოლში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. არ გამორიცხავს დონალდ ტრამპი ამ შესაძლებლობას, რომ ხუთშაბათს რუსეთ-უკრაინის შეხვედრისთვის სტამბოლში ჩავიდეს. იგაფრენაზე ვფიქრობდი შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება, სხვათა შორის ახლო აღმოსავლეთში მისი ოფიციალური ვიზიტი უკვე დაიწყო, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება 15 მაისამდე მოვლენები და რეალურად შედგება თუ არა, ასე ვთქვათ, გაიმართება თუ არა სტამბოლში მოლაპარაკებები, სადაც აქვთ იმედი, რომ უკრაინის პრეზიდენტი აღმოჩნდება პირისპირ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა. თინა ხიდაშელი ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი უნდა შემოგვიერთდეს. ქალბატონი თინა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ თემით დავიწყებდით თქვენთან სწორედ საუბარს, აი რა მოლოდინი გაქვთ მას შემდეგ, რაც აი 10 მაისის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები და თითქოს მწიფდება შეხვედრა 15 მაისს სტამბოლში. ანუ გულისხმობ ევროპელი ლიდერების განცხადებას 30 დღიანი, ასე ვთქვათ, ზავის შესახებ, შემდეგ უკვე ზელენსკის განცხადებას, რომ მზად არის, იყო პუტინის განცხადება, რომ მზად არის პირდაპირ მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკის მზაობა, აგერ ტრამპის განცხადება. როგორ ფიქრობთ 15-ში შედგება თუ არა ეს მოლაპარაკებები და რით შეიძლება დასრულდეს? მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს, ხო არ ვიცი ხე ეს ამაზე არ ამგონია, რომ რამე სპეკულაციების აუცილებლობა არის, ვნახავთ. მაღალი ალბათობით ცდელობა ყოველ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან, ასევე ვაშინგტონის მხრიდან არის ძალიან სერიოზული, არის დიდი ზეწოლა არის ორივე ზალისკის არ ჭირდება ეს ზეწოლა, მაშინ ყისერად განაცხადა თანხმობა. ჩვენ ამ ორი ჯერზე საოცარი მაგალითი იმისი, რომ არ ეშინია, არ აქვს არავითარი პრობლემა ელაპარაკოს საკუთარ ტერს უთხრას მას სათქმელი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დასრულდეს ეს უმძიმესი ომი. ამიტომ როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული იქნება ზეწოლა, როგორც ვაშინგტონის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასევე ანკარას მხრიდან კრემლზე, მოსკოვზე, იმისათვის, რომ ამ შეხვედრა ეს შეხვედრა შედგეს და ამ შეხვედრამ შედეგი გამოიყოს. პუტინი რამდენად მზად არის, რამდენად ეყოფა სიმამაცე, რომ მაგიდასთან დაждდეს ზელენსკის პირისპირ, ამას ყველანი ერთად ნახავთ.
მაქსიმუმ რა შეიძლება მოითხოვოს თუ კი ეყოფა ეს სიმამაცე პუტინს რა შეიძლება იყოს მისი მაქსიმალური მოთხოვნა და არ ვიცი პირობა იმიტომ რომ თვითონ შეხვედრა წინა პირობების გარეშე იმართება როგორც ვიცით ხო, თუმცა რა თქმა უნდა პუტინის შემთხვევაში ესე არასოდეს არ არის, მან ეს წინაპირობები, ის ამ წინაპირობებს ყოველჯერზე აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად იგივე პრეზიდენტ ტრამპს დასაწყისში ქონდა იმედი, ჩვენ ნახეთ მისი რამდენიმე ძალიან იმედიანი განცხადება, რომ პუტინთან შეძლებდა რაციონალურ საუბარს და რაციონალურ შედეგამდე მისვლას, საბოლოო ჯამში მას მოუწია სიმართლისთვის თვალებში შეხედვა, რომ საქმე აქვს უბრალოდ ჩვეულებრივ მკვლელთან, ჩვეულებრივ ტერორისტთან, რომელთანაც შეუძლებელია რაციონალური მოლაპარაკებები და რაციონალურ შედეგზე გასვლა. პუტინის მოთხოვნები ნათელია, ცნობილია, ხელშესახებია, მისთვის მთავარი ამოცანა ამ ომის დაწყების პირველი დღიდან არის ის, რომ უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ არსებობდეს და ის არაფუნქციონალური იყოს. ეს არის მოთხოვნა, ერთადერთი სურვილი, ერთადერთი мотиваცია, რომელიც კრემლს გააჩნია და რა თქმა უნდა, რომელშიც მას მეგობრები და თანამებრძოლები არ აყავს. მათ შორის იმ სახელმწიფოების ჩათვლით, რომლებიც ამ ტიპის მდგომარეობით ზოგი ჩუმად და ზოგი ხმამაღლა მას მხარს უჭერს. არც ერთი მათგანის, არც ერთი ლიდერისგან ჩვენ არ მოგვისმენიან, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაქრობას. ან თანახმა არიან იმაზე, რომ კიევმა შეწყვიტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფუნქციონირება. მაგრამ ხო, გასაგებია, რომ ეს არის პუტინის ამბიცია. ეხლა აი ამ ამბიციიდან რამდენი სანტიმეტრით არის უკან ნაბიჯის გადადგმაზე თანახმა, ხო, რა ვიცი, მე მგონია, რომ რაღაცა პრინციპულ სხვაობას ეს არ იძლევა. თუმცა თავარი ამ პროცესში ამ წუთას არის ის, როგორც ვაშინგტონიც აცხადებს, მესი ამ წუთის თავარი ამოცანა არის ცეცხლის შეწყვეტა. თუ კი მიღწეული იქნება ეს შედეგი, რომ ცეცხლის შეწყვეს, რომ ომის საომარი ფაზა, ანუ ცხერი ფაზა დასრულდეს, ამის შემდეგ უკვე შესაძლებლობა ჩნდება დანარჩენ სხვა საკითხებზე საუბრის დაწყება. კი ბატონო, აი მაგრამ სანამ ფრონტის ხაზზე ადამიანები იხოცებიან, ახალგაზრდები იხოცებიან, ამ აბსოლუტურად უმიზნო, უშედეგო ომს ეწირება ათასობით ადამიანის სიცოცხლე, მანამდე რა თქმა უნდა, პოლიტიკურ შემადგენელზე, ომის პოლიტიკურ გენელზე ზეწოლა უზარმაზარი არის და გაცილებით უფრო რთულია ცივი გონებით რაიმე საკითხებზე მსჯელობა. კი ბატონო, ამ თემის დასასრულისთვის ვიტყვი, რომ ზელენსკი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იქნება თურქეთში, იმედი გამოთქვა, რომ რუსები თავს არ არიდებენ ამ შეხვედრას და ასევე გამოთქვა სურვილი, სრულიად უკრაინელი ხალხის სახელით, რომ ტრამპი იქნება მათთან ერთად. ზეწოლაზე ვსაუბრობდით ჩვენ რუსეთის მისამართით. აი, უკაცრავად მოდი ერთი წინებას ვიტყვი, უბრალოდ როგორი მნიშვნელოვანია, როგორი ყოველ ჯერზე აღმართოვანებელია ზელენსკის მოქმედებები, ნაბიჯები, გამძლეობა და რაც თავარია სიმამაცე. ხომ წარმოგიდგენიათ უკრაინაში, როგორი არაერთგვაროვანი იქნება დამოკიდებულება პუტინთან შეხვედრის მიმართ. ხომ უნებრივია, რა თქმა უნდა. რამდენად წინააღმდეგობრივია ეს ნაბიჯი. და ყოველ ჯერზე პრეზიდენტი ზელენსკი ასხივებს ლიდერის ყველა თვისებას, ლიდერობისთვის საჭირო ყველა თვისებას, რომ იყოს პროცესის წარმართველი, იყოს პროცესის ლიდერი და არა უბრალოდ მიმყოლი, მიმდევარი რაღაცა მოვლენების. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ერთმნიშვნელოვანია, რომ დამოკიდებულება უკრაინაში ამ შეხვედრაზე თანხმობის მიმართ არ არის ცალსახა და ისეთი მარტივი და მთლიანად მხარდამჭერი პრეზიდენტ ზელენსკის ის წინა პლანზე მუდმივად აყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, იმ ახალგაზრდების ინტერესებს, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და სხვა არაფერი მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. უკრაინის გადარჩენა და გამარჯვება, ჯერ გადარჩენა და შემდეგ გამარჯვება არის ერთადერთი ამოცანა, რომელიც არის мотиваტორი მისი ყველა გადაწყვეტილების და ყველა ნაბიჯის იმის მიუხედავად ამ პროცესში თვითონ პირადად როგორც პოლიტიკოსი ზარავდება თუ არა. და არ ვიცი, ნამდვილად ყოველ ჯერზე აღთვალებული ვარ ამ ადამიანით და შეუძლებელია ამ პროცესებს უყურებდე აი ამ
უსაფრთხოანების გარეშე. კი ბატონო, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკიდან, საერთაშორისო პოლიტიკიდან მინდა რომ გადმოვინაცვლოთ ჩვენი ქვეყნის შიგნით საზღვრებში, თუმცა მაინც ეს საერთაშორისო მექანიზმებს შევეხებით, თქვენ ბევრს საუბრობთ ხოლმე მეგობარ აქტთან დაკავშირებით, რაც უფრო დრო გადის, ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ საბოლოო ჯამში დონალდ ტრამპი ალბათ არ წავა იმ ადამიანების წინააღმდეგ, სენატორებს და კონგრესმენებს გულისხმობ, ვინც მის პრეზიდენტებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და უბრალოდ დროის საკითხია და თუ ქართულმა ოცნებამ არ შეცვალა თავისი დამოკიდებულება როგორც საგარეო პოლიტიკის ისე საშინაო საკითხების მიმართ ეს აქტი თავისი სანქციებით აუცილებლად შევა ძალაში. უბრალოდ ახლა უფრო მომწიფდა შეკითხვა დაელოდება ქართული ოცნება ამ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებას თუ მაინც შეეცდება რომ აი ამ დროში რაღაცეები არა მაქსიმალურად, მაგრამ მათ შორის თავის სასარგებლოდ შეცვალოს. აი მაგალითად არის ვერსიები, რომ შეიძლება ეს დრაკონული კანონები წაიღოს უკან, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული ადამიანები. აი ერთ-ერთ ბოლო ვარიანტად არის, რომ კი დანიშნოს ახალი არჩევნები ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. თქვენი ვერსია როგორია იმ განწყობებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა ჩვენ მართველი გუნდის ლიდერებისგან გვესმის? არა, მე არ მაქვს არავითარი მიზეზი ვიფიქრო, რომ რაიმე ტიპის უკან ნაბიჯის გადადგმას გეგმავდეს ქართული ოცნება ამ წუთის მდგომარეობით. არ გვაქვს არც ერთი ნიშანი, რომელიც ამისკენ გვიბიძგებს და რომელიც ამას გვაჩვენებს მათი მხრიდან. ყველაზე უფრო მარტივი გამოვლინება და დადასტურება ჯამთველობა იქნებოდა მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლება. აი თუ კი რამე შეიძლება რომ სიმბოლურ ნიშნად გამოდგეს, სიმბოლურ შუქურად გამოდგეს იმისი, რომ იქნებ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ეს ქვეყანა უფრო მარტივად გადავარჩინოთ, უფრო მარტივი გზით გადავარჩინოთ, ეს იქნება მზია ამაღლობელის გათავისუფლება პატიმრობიდან. არაფერი ისე მძიმედ არ ახასიათებს რეჟიმს, როგორც მზიას ციხეში დატოვება ყოველჯერ და ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ მისი უკან საპატიმროში მიბრუნება, იმიტომ რომ ამ საქმეში ყველაფერი ერთად არის, ყველაფერი და სხვადასხვა საქმეებში, სხვადასხვა პრობლემებში ცალ-ცალკე ვლინდება ხოლმე. აქ ჩანს სახეზე პოლიციის სამსახური რეჟიმის მიმართ, აი სრულად პოლიციური, სრულად რეჟიმის და პოლიტიკური პარტიის სამსახურში მდგომი პოლიცია. ამ საქმეში ჩანს უნარობა, უსუსურობა, უმოქმედობა სასამართლოსი, რომლის იმედიც შეუძლებელია გქონდეს. ამ საქმეში ჩანს ის ამორალური და უზნეო სახე ქართული ოცნების, რომელსაც ასევე ხშირად სხვა შემთხვევებშიც ხედავთ ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ ბრალი რაზეც აქვს მზიას საყენებული, ეს არის ყველაზე დიდი ამორალობა და უზნეობა და როგორც აი ეს პატარა კაცები გამოდიან მე სასამართლო პროცესზე და რაღაცა ლოყა გამიწითლდა ვარდისფერი ვიგრძენი რაღაცა სასწაულებს ლაპარაკობენ და ამის გამო 7 წლის ციხეში უშვებენ ახალგაზრდა ქალს რომ თურმე ლოყა გაუწითლდა და ამ სასამართლო პროცესზე ძალიან კარგად ჩანს რეჟიმის სურვილი, დაუოკებელი სურვილი რომ სამაგალითო პროცესი გამართოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, სხვების დასასჯელად, სხვების გასაჩვენებლად, სხვების თავისუფალი მოქმედების პრევენციისთვის. ამიტომ არის განსაკუთრებით სიმბოლური და იქნებოდა განსაკუთრებით სიმბოლური ქართული ოცნების სხვა აი როცა მეკითხებიან ხოლმე რომ ხო, კაი, თქვა ქართული ოცნება წამოვიდა რაღაც დათმობაზე, მზად არის წამოვიდეს რაღაც დათმობაზე, რა დათმობაზე არის წამსვლელი მეორე მხარე. აი თუ დასჭირდა, ნამდვილად არ გაუჭირდება ქალბატონთინა, იგივე მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ანუ ასე შეუძლია. არა, არაფერი ძალიან მარტივია ნებისმიერ სასამართლო პროცესთან მოსამართლეს შეუძლია თქვას, რომ ამოიწურა საფრთხე, რომლის გამოლოდინი მას ჰქონდა, რომ გაიქცეოდა მზია, რომ დაემალებოდა მართლმსაჯულებას ან რამე და გაათავისუფლოს. მაგას საფრთხე საერთოდ არ აქვს, ძალიან მარტივი, ყველაზე მარტივი გასაკეთებელია არის, მაგრამ ამასობაში ყველაზე რთული გასაკეთებელია მისთვის მორალურად, ცნებობრივად და იმ სულისკვეთებით, რომლითაც დღეს დიქტატურისკენ მიაქანებს ქვეყანას და დავასრულებ უბრალოდ წაღამი რასაც ვამბობ, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, აი მეორე მხარე რა დათმობაზეა წამსვლელი ნებისმიერ სხვა საკითხზე.
არჩევნების დანიშვნაზე განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბევრი კომპონენტიანი შეიძლება იყოს ფურცელი, რომელიც ორივე მხრიდან იწერება და შემდეგ შეთანხმებების საფუძველზე ინიშნება მაგალითად ახალი არჩევნები, ხო? მაგრამ ზიას გათავისუფლებას არ აქვს პირობა. ზიას გათავისუფლება უნდა იყოს ზუსტად ის პირველი მოქმედება, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უნდა დაადასტუროს. რომ ის არის სანდო ამ მოლაპარაკებებში. ხოლო ამის მერე შეიძლება ვინმე დაიჯეროს, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებიან, მერე იქ რაღაცებზე ილაპარაკებენ და მერე იმედი შეიძლება გქონდეს თეორიულად მაინც, რომ ამ მიღწეულ შეთანხმებებს შეასრულებენ. მაგრამ სანამ რეჟიმს ტყვეები ყავს, დანარჩენ პატიმრებსაც გულისხმობ, თავისთავად ცხადია და ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ზია რაღაცნაირად გახდა სიმბოლო ყველაფრის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯამურად ყველა პრობლემის, რომელიც ქვეყანას აქვს. მანამდე რა თქმა უნდა შეუძლებელია მათთან რაიმეზე სერიოზულად საუბარი, ან მათი სერიოზულ პარტნიორად განხილვა რაიმე მოლაპარაკებებში. ხო, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მეგობარი აქტს, ამაზე საუბრობდი და შემდეგ გადავედით ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ დროის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქალბატონი თინა. ანუ ჩვენ ხო არ ვიცით, კი ვიცით პროცედურულად არის სხვადასხვა ვერსიები, რომ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებამდე არც მოესწროს. აი შესაძლებელია სწორედ დეკემბერში უკვე სრული ძალით შევიდეს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ და ისმის შეკითხვა რას აპირებს ოპოზიცია მანამდე აქვს თუ არა რაღაცა სამოქმედო გეგმა. აი დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს მათ მიერ დაფიქსირებული საჯარო პოზიციებიდან გამომდინარე, თქვენთვის არის თუ არა ცხადი და ნათელი, რომ ოპოზიციას აქვს გარკვეული სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კი მანამდე ქართული ოცნება არც ერთ კომპრომისულ ნაბიჯს არ გადადგამს და დღეს არსებული სტატუს quo იქნება შენარჩუნებული ადგილობრივ არჩევნებამდეც. გასაგებია, ჩვენი საუბარი სულ ასე მიდის ხოლმე თქვენ მეკითხებით ოპოზიციას და მე სულ იგივეს პასუხობთ, ეხლაც იგივეს გავიმეორებთ. მე რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ცხოვრება მდომებოდა, ვიყავია პოლიტიკურ პარტიაში და იქიდან არ წამოვიდოდი და დღეს პოლიტიკაში ვიქნებოდი. მე არ ვარ პოლიტიკაში. ამიტომ მე არ შემიძლია ვარაუდებით ვილაპარაკო ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გეგმებზე. არ ვიცი ამ გეგმების შესახებ, იმ მაგიდასთან არ ვზივარ, სადაც პოლიტიკური პარტიები ამ გეგმებზე საუბრობენ და ამიტომ არ მაქვს ამის შესახებ არც ინფორმაცია, არც ცოდნა და არ ვიცი. მე ვიცი ერთი რამე, რომ ჩემი როლი, ფუნქცია, ადგილი დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში იმის გათვალისწინებით, რომ მიხოთ იმისა, რომ პოლიტიკაში არ ვარ, საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ, არსად არ წასულვარ და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაპირებ და ვაგრძელებ, არის ამ ბრძოლაში უკომპრომისოდ ყოფნა. ყველამ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, იმის კეთება უნდა, ის უნდა ვაკეთოთ, რის კეთებაც ყველას კარგად შეგვიძლია. 10 წლების განმავლობაში მე დილიდან ღამემდე ვიდექი ხოლმე ქუჩაში, მიტინგზე და იქ ვიბრძოდი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის სხვა რაღაცებთან ერთად. დღეს ფიზიკურად არ შემიძლია ეს, რომ 24 საათი ვიდგე ქუჩაში, უბრალოდ აღარ შემიძლია ფიზიკურად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც რისი არიც მაქვს, ფიზიკურადაც შემიძლია და კარგად მგონია, რომ კარგად გამოდის. ამიტომ ისევ დაუბრუნდები მეგობარ აქტს და ამ პროცესს, დიახ, მართალი ხართ თქვენ, არსებობს სხვადასხვა ვერსიები, სპეკულაციები მე ამ ვერსიების შესახებ. ერთ-ერთი მიზეზი მაგალითად ქართული ოცნების მომხრეები რატომ არიან იმედიანად, რომ წლის ბოლომდე ეს აქტი არ იქნება, არის ის, რომ როგორც წესი სტანდარტულ მდგომარეობებში და ხას უსვავ ამ სიტყვას სტანდარტულ მდგომარეობებში, არაკრიზისულ მდგომარეობებში მსგავსი ტიპის აქტები კონგრესში სრულდება ხოლმე, ანუ საბოლოო ძალაში შესვლის მომენტი, დგება ხოლმე NDAA-სთან ერთად. NDAA ეს არის ის აქტი, რომელიც შესახებაც ბევრი იცის ქართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ ყოველ წლის ბოლოს გულშემატკივრობდით ხოლმე საქართველოს გაჩენას ამ ეროვნული უსაფრთხოების აქტში და ქართული ჯარის დახმარების პროგრამები იქიდან მოდიოდა ხოლმე, უსაფრთხოების დახმარების პროგრამები იქიდან მომდინარეობდა ხოლმე. მოკლედ ეს არის საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და როგორც წესი ამ ტიპის აქტები, რომელიც ითვალისწინებს ან რაღაც პროგრამის დამატებას ქვეყნისთვის, ან პირიქით სანქციების დაწესებას და პროგრამების გაყიდვას, ხო? აი ამ ერთიანი
აქტის ნაწილი არის ხოლმე. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხას უსვამს სტანდარტულ მდგომარეობას. ჩვენ ხა არ ვართ სტანდარტულ მდგომარეობაში, ჩვენ გვაქვს კრიზისი და აგერ წლის დასაწყისში მიიღო წარმომადგენელთა პალატამ აქტი. რაც არ ხდება ხოლმე. შესაძლებელია ეს ვადები, ასე ვთქვათ, არ დაიცვას ამ შემთხვევაში. არა, შესაძლებელი არა ვარ, მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვადების დაცვა არ მოხდება, მაგრამ როდესაც ისინი შემოდგომაზე ლაპარაკობენ, ზოგი იმიტომ რომ არ იცის და გონია რომ მხოლოდ ასე ხდება და ზოგი იმიტომ რომ შეგნებულად სრულობს, ან არ აქვს ინფორმაცია, ფიქრობს და იმედი აქვს, რომ აი ადგილობრივ არჩევნებს გადააგორებენ, მერე 3 წელი არჩევნები აღარ აქვს და ამიტომ ადგილობრივ არჩევნებამდე თავარია მივატანოთ და ის გადავაგორდა, მერე ჯანდაბასაც წაუღია ამერიკაც და ყველა რაც უნდა ის მიიღონ, უკვე აღარ გვაინტერესებს. ესეთია მათი დამოკიდებულება. მაგრამ ეს შემიძლია დავარწმუნო ისინი, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოხდება და საქართველოს მიმართ მიდგომა არ იქნება სტანდარტული მდგომარეობიდან მიდგომა და იქნება ისე როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს ბელორუსის შემთხვევაში მოხდა და გაცილებით ადრე დასრულდება ეს პროცესი. და ფიქრობთ, რომ ეს მოიწანს და აჩქარებს ასევე ახალი არჩევნების დანიშვნის პროცესს, იმიტომ რაღაცნაირად ოპოზიციაც ხონდა ჩამოყალიბდეს, ანუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში თუ კი მეგობარი აქტი ერთი რამე ერთი მიზეზი და ერთი მოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ახალ არჩევნებს, მაგრამ ეს არის კომპლექსი, ერთობლიობა სხვადასხვა ფაქტორების, რომელშიც პირველი და დომინანტი როლი ეკისრება ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, მისი პროტესტის მასშტაბს და მზაობას, რომ გააგრძელოს ბრძოლა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია დასავლეთის და ჩვენი პარტნიორების ზეწოლა. ხო, კი ბატონო, ერთობლიობაში ამან უნდა შექმნას, რა თქმა უნდა, მოამწიფოს ის ვითარება, როდესაც ვიღაცა მიხვდება ქართულ ოცნებაში, ან თავად ივანიშვილი მიხვდება, ან ვიღაცა ისეთი მიხვდება, ვისაც მიესწრება და ეთქვება მისთვის სიტყვა, რომ ქვეყანა უბრალოდ ჩამოეშლებათ იზოლაციის ფონზე, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით და ეს იზოლაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ქალბატონი თინა და ჩვენი საუბრის ბოლოს ამაზეც სხვათა შორის ხშირად გვისაუბრია, ამ შემთხვევაშიც ხაზგასმით გითქვამთ, რომ თქვენ არ ხართ პოლიტიკოსი, მაგრამ ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასებები და ანალიზი ძალიან საინტერესოა ხოლმე, თანაც ისე სწრაფად იცვლება ზოგადად მოვლენები, მოცემულობები და გარემოებები, რაღაცა მინდა ახლებურად დაგისვათ შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ბევრჯერ გვიკითხავს ჟურნალისტებს, რომ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. ახლა რაღაცნაირად გამოიკვეთა, რომ ოპოზიცია თითქოს საკუთარი არჩევანისთვის ემზადება. აი გულისხმობ იგივე ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს, რომ აი თვის ბოლომდე გარკვეული დედლაინი აქვს, თვის ბოლოს დაიწყებენ უკვე საუბარს, თუ ვინ ურევს ოპოზიციურ ერთობას, რომ ჩვენ არ ვართ რაღაცა ტიპიური პოლიტიკის კეთების ქვეყანა და აუცილებელია ძალა დავუპირისპიროთ და უფრო რაღაცა რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ ქართული ოცნების ქმედებების წინააღმდეგ. ნაწილი საუბრობს, რომ დიახ, აუცილებელია პოლიტიკური პარტიები ემზადონ ყოველი მომდევნო არჩევნებისთვის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნება შეძლებს საკუთარ სატელიტ პარტიებს შეიყვანს ადგილობრივ თვითმმართველობებში და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა არ იქნება გაგონილი თვითმმართველობის დონეზე. აი, როგორ ფიქრობთ, საით მიდის ყველა ეს მსჯელობა? მაინც ოპოზიციას მოუწევს თავისი გზით სიარული თუ სადღაც შესაძლებელია ჩვენ გარკვეული ერთობის არასრულ ყოფილი, როგორც ეს წარმოგვედგინა მაგალითად წინა არჩევნები, ოქტომბრის არჩევნების დროს, მაგრამ რაღაცა, ასე ვთქვათ, ჰიბრიდი ასეთი ერთობისა ვიხილოთ. ხო, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მე დაართულია დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე რამე პროგნოზის გაკეთება. ამასობაში ადგილობრივი არჩევნები თავისი არსით, განსაკუთრებით მერის არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი. განსხვავებულია საპარლამენტო არჩევნებისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ერთი მაჟორიტარული არჩევნები გვაქვს და მეორეც მერის არჩევნები, ეს არის კონკრეტული ინდივიდუალური კანდიდატის არჩევნები, პროპორციულად ხმების გადანაწილებაზე არ არის საქმე, თუკი საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ მე პირადად არ მქონდა პრობლემა იმისი, რომ ერთი ოპოზიციური ბლოკი არ იყო, იმიტომ რომ ყველა ვინც სულადეთ მნიშვნელოვნად ჩანდა პოტენციალი, რომ
ძირითადი პოლიტიკური ძალები ლახავდნენ ბარიერს, ამიტომ ბარიერის პრობლემა არ იდგა, შესაბამისად, საუბარი იყო მუდმივად კოალიციურ მმართველობაზე, თითქმის მივიდა რაღაც კოალიციურ შეთანხმებამდეც ეს საკითხი, ამიტომ არავითარი პრობლემა არ იყო, რომ 3-4 სუბიექტი თუ იყო ოპოზიციურ სპექტრში, იმიტომ რომ მათი ხმები არ დაიკარგებოდა და საბოლოო ჯამში ჯამურად მათი უმრავლესობა მოგვცემდა ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ თავისთავად არსობრივად პროპორციული არჩევნებში ეს არ არის პრობლემა. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ერთ-ერთზე არჩევნებზე, ხო? ანუ ქალაქის ერთი მერი არის ასარჩევი თბილისში, მაგალითად, ერთი მერია ასარჩევი ბათუმში და ასე შემდეგ. აქ რა თქმა უნდა ვითარება პრინციპულად განსხვავებულია და აქ ყველა სხვა კანდიდატი ართმევს იმას, ვინც არის გამარჯვების შემძლე. ამიტომ თუ მე ამას პირობით ფორმაში ვლაპარაკობ, თუ ვლაპარაკობთ ადგილობრივ არჩევნებზე კრიზისულ ვითარებაში, როცა ყველა ერთად შეთანხმებული ვართ, რომ ქვეყანა გადასარჩენი გვაქვს, ხო, მაშინ მე მგონია, რომ ერთ-ერთზე არჩევნები უნდა უზრუნველყოს ოპოზიციამ. ეს ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არავითარი არგუმენტები 7 და 9 კანდიდატის თაობაზე მერის არჩევნებში, ხაზგასმით ვამბობ, არ არსებობს. იმიტომ რომ აქ ეს განაწილებული ხმები ერთმანეთს არ ეხმარება. ეს არის წართმევა ოპოზიციური ხმების, ოპოზიციური კანდიდატების მიერ ერთმანეთისთვის. იმიტომ რომ ეს არ არის პროპორციული არჩევნები, ეს არის პროპორციულად გადანაწილდება და პროპორციულად გადანაწილდებით და მე ჯამში შევქმნით უმრავლესობას. ეს არის ერთზე არჩევნები. ერთ-ერთზე არჩევნები უნდა მოუგო კანდიდატს, რომელზეც ამბობ, რომ ის არის კორუფციაში ძირავს ქვეყანას, რომ მის გამო ქვეყანა სიღარიბის ზღვარზე მიდის აემერიტული კორუფციის დამსახურებით და რომ ქვეყანას დიქტატურისკენ მიაქცევენ. მაშინ ასეთ რადიკალურ ვითარებას სჭირდება რადიკალური ზომები, შემხოდრი ზომები მეორე მხრიდან. მოკლედ ისევ და ისევ მე არ ვიცი ოპოზიცია რას აპირებს, წარმოდგენა არ მაქვს რას გადაწყვეტ, საერთოდ არ ვიცი არჩევნებს მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ მე ვიცი საარჩევნო მათემატიკა და საარჩევნო მათემატიკით მერის არჩევნებში თუ ქვეყანა გადასარჩენი მყავსო ამას აცხადებ, მაშინ უნდა გახვიდე გამარჯვების ფორმულით. და გამარჯვების ფორმულა არის ერთ-ერთზე დაპირისპირება, როცა ყველა ერთის წინააღმდეგ იბრძვის და ამარცხებს იმერს ბრძოლაში. მადლობა თინა ხიდაშელს ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ბრძოლა ქართულ ოცნებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაც გახარია საქართველოსთვის პარტიის შემდეგ, პოლიტიკური ძალის შემდეგ უკვე საზოგადოებრივი მოძრაობაც გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ვებრძოდით ნაცებს, ვერ ვბრძვით ქოცებს და ვიბრძოლებთ ნამდვილი დემოკრატიისთვის, მანამ სანამ საწადელს არ მივაღწევთ. ვახუშტი მენაბდე შემოგვიერთდება, მათ შორის 9 მაის განვითარებული, ასე ვთქვათ, მოვლენებით, როდესაც გარკვეული დაპირისპირება მოყვა აქციის მონაწილეებს შორის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენას. როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური თანაცხოვრება ოპოზიციურ ველზე? არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, არამედ ასე ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიურ სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის. ამაში გარკვევა შევეცდებით რეკლამის შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება 26 მაისს და შემდეგ როგორ გაგრძელდება წინააღმდეგობის მოძრაობა უკვე 26 მაისის შემდეგ, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო მეტი პრეტენზია ისმის ეჭვიანობას აღარ გულისხმობ, ამ შემთხვევაში აღარ ვახსენებ პოლიტიკურ ძალებს შორის განსაკუთრებით შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით. ერთნი ამბობენ, რომ აუცილებელია გარკვეული, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ერთობა იმისათვის, რომ მოხდეს მიახლოება მთავარ მიზანთან, იგულისხმება პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. მეორენი კი ამბობენ, რომ აუცილებელია ძალიან
მიოზომილი, გონივრული, არა კონფრონტაციული, არა დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს არანაირად საბაბი ოპოზიციაზე ხელის გაშვერისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. მოკლედ, ბევრი შეკითხვა არსებობს თუ როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობები 26 მაისის შემდეგ, იმიტომ რომ რიგმა პარტიებმა, უბრალოდ მათმა ლიდერებმა უკვე დაანონსეს, რომ ძალიან ბევრი უთანხმოების ორპირობის შეიძლება ასე ითქვას, გამოტანას აპირებენ საჯაროდ. ვახუშტი მეინაბდე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ვახუშტი. თქვენ კი სულ ხაზგასმას აკეთებთ ხოლმე, რომ არ ხართ ჯერ ხო პოლიტიკური ძალა. არა, და არც ლიდერი. და არც ლიდერი არ ხართ, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომ პირდაპირ თქვენ დაგპირისპირებოდათ გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას. დაპირისპირება კი მოხვა ბანერებთან დაკავშირებულ, არ ვიცი, უთანხმოებას, ანუ შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა რეალურად და როგორ ფიქრობთ, ანუ რას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის ბანერების 9 მაისის ღონისძიებაზე გამოტანა, თანაც არა უბრალოდ გამოტანა, არამედ მცდელობა, რომ წინა რიგებში მოქცეულიყვნენ და რაღაცნაირად ალბათ ეს აღქმული ყოფილიყო, როგორც ამ აქციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. მადლობა მოწვევისთვის. ხო, პარტია არ ვართ, ლიდერობასაც შეეხება ჩვენი მოძრაობა, ხო, ისე არის ფორმირებული, რომ ჩვენ ყველა წევრი თანასწორი ვარ და თუ მე მოვდივარ და რამეს ვაპარაკობ ან მისმიერი სხვა წევრი მოძრაობის სახელით, ეს მაქსიმალურად მოძრაობის ყველა წევრთან არის შეთანხმებული და მე უბრალოდ მესენჯერი ვარ ამ პროცესში, თუ რამე ჩემი აზრია ამას მოძრაობა, რომელსაც დაანონსებული აქვს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, ყოველ შემთხვევისთვის ასე ვთქვათ, გასამართლება თუ ხელისუფლება შეიცვალა, რაღაცები ვერ გავიგე, თქვენი პოსტიდან ამონარიდებს, ხო? აბა გითხარით გაგვარდა. უბრალოდ ხო, ჩემ პოსტში ეს ეწერა, მე ვთქვი ეს, რომ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კი არ შეფასდება, არამედ შეფასდება ნაციონალური მოძრაობისას და ყველა იმ ხელისუფლების რეჟიმი, რომელიც ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. ოღონდ მე აქ ვაპარაკობ მაგალითად როგორც ასე მაყურებლისთვის პოლიტიკური განაცხადი. მე ვლაპარაკობდი ამ შემთხვევაზე, იქაც დავაზუსტე მე კომენტარებში, ვლაპარაკობდი წინააღმდეგობას როგორც ერთიან პროცესზე, ხო? ანუ მე როგორც ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი წევრი. ხო, ან ჩვენს მთელი წინააღმდეგობი და მე ეგრე წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი, ეს ქუჩა იბრძვის სამართლიანობისთვის და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ იბრძვის იმ სახელისუფლებო ლოგიკის წინააღმდეგ, რამაც ბიძინა ივანიშვილი გახადა შესაძლებელი, ხო? რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ამიტომ აი ეს ავტორიტარული რეჟიმი, ხო, რომელიც ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და ამიტომ მე მგონია, რომ თუ წინააღმდეგობა გაიმარჯვებს ახალმა ხელისუფლებამ, თან მე საერთოდაც არ მგონია, რომ ეს ახალი ხელისუფლება ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისგან დაკომპლექტდება, თუ ჩვენ ამას სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ. არამედ აი ამ ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც დემოკრატიულად იქნება არჩეული და რომელიც მათ ხალხის სახელით უნდა ილაპარაკოს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეხა იქ ჩვენ პარტიად ვიქცევით და ვიქნებით ამაში, თუ არ ვიქნები, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ასე. ამას მნიშვნელობა არა. ახალი ხელისუფლება იქნება, მე მგონია, რომ ეს უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობდი როგორც აი რაღაცა კოლექტიური იმის სახელით. წინააღმდეგობის სახელით, ყოველ შემთხვევაში იმ ხალხის, ვისაც მე ვიცნობ და ვინც არის. ის კომისიასთან დაკავშირებით, აი გასამართლებასთან დაკავშირებით, ხა ვიღაცა მე მგონი კომენტარებში გასამართლება არ მიხსენებია. თქვი რომ უნდა შეფასდეს. შეფასდეს. ხო, როგორ უნდა შეფასდეს? პოლიტიკურად თუ სამართლებრივად, ანუ აქვე ჩდება შეკითხვა დავაზუსტოთ. ამაზეც იყო ლაპარაკი. იმიტომ რომ სხვა კი არაფერს აკეთებს ახლა ეს საგამოძიებო კომისია ქართული ოცნების. ლაპარაკი ამ შემთხვევაში რომ ეს არ უნდა იყოს ის რაც საგამოძიებო კომისია რაღაც ფარსი რო დადგა, ხო, და სპექტაკლი რო დადგა. არა. აქ ლაპარაკი რაზეა? ეს საერთოდ სამართალში ცნობილი მოვლენა არის, ამას უწოდებენ სამართლიანობის აღდგენას ან გარდამავალ მართლმსაჯულებას.
გარდამავალს აი რეჟიმის პირობებში მყოფი ქვეყნიდან დემოკრატიული ქვეყნისკენ და აქ რა არის ამ გარდამავალი მართლმსაჯულების მთავარი იდეა რომ თუ საზოგადოებამ არ გამოიკვლია და არ შეაფასა რა მოხდა რა დანაშაულებს ხალხის საწინააღმდეგო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი ის წინ ვერ წავა და ეს ტრამვა რომელიც რეჟიმმა მიაყენა მას მუდმივად ხელს შეუშლის განვითარებაში ჩვენი პრობლემა ეს იყო ხო საბჭოთა კავშირის რეჟიმი არ შეფასდა, პუტჩი არ შეფასდა, არ შეფასდა სააკაშვილის რეჟიმი და თუ ესე ვივლი და არც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არ შევაფასებთ. ჩვენ წინ ვერ წავალთ. ხო, აი ერთ ადგილას ტრიალებთ, ხო? ერთ ადგილას ვკებნით. რატო? ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ არ გამოვიკვლიეთ რატომ მოხდა ეს, რომ ყველა ახალ ცდაზე უარესი და უარეს შედეგებს ვიღებთ. ამიტომ პირველი ეს ოღონდ ეს არ არის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს თან რა არის გარდამავალი მართლმსაჯულების მთავარი იდეა, შენ წინასწარ ვერასდროს ვერ იტყვი, როგორ წარმოგიდგენია ეს პროცესი ზუსტად. იმიტომ რომ ეს არის ფართო საზოგადოების ჯერობის და კონსენსუსის შედეგად, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ეს გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესი დასრულდეს იმით, რომ მსხვერპლებს დაუდგა მონუმენტი ხსოვნის, შეიძლება გადაეცეს საქმეები უკვე სისხლის სამართლის მიმართულებით წავიდეს და იქ უკვე სამართლიანმა სასამართლომ უნდა განსაჯოს. ის რაღაცა კომისია იქნება თუ რაც იქნება, რომელიც შექმნიდა არა პარლამენტში, არამედ ცალკე. ხო? ის სამართლებრივ შედეგებს კი ართებს, ვიღაცას სამართლებრივ პასუხისმგებლობას კი არ აკისრებს, ის აკეთებს დასკვნას, ფაქტებს აგროვებს და აფასებს. აი ეს არის პოლიტიკური პროცესი. მე ვთქვი იქ კიდევ ერთი რამ, რომ რაც შეეხება ინდივიდებს, ეს იქნება კოლექტიური შეფასება. აი, რეჟიმმა, ინდივიდების გარეშე რეჟიმმა, ქართული ოცნების რეჟიმმა, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა რა ტრამვა მოუტანა საზოგადოებას. ამის შეფასება. როგორი იყო რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული. ოღონდ ეს არის პოლიტიკური შეფასება და არის სამართლებრივი. რაც შეეხება ინდივიდუალურს, ამას უკვე სასამართლო განიხილავს და ინდივიდუალურ ინდივიდები შეფასდებიან. ეს არის ჩემი როგორც ამ საკითხით დაინტერესებული იურისტის დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო, შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს, ხო, როგორ რა მოხდა ამ შემთხვევაში და ნაციონალურმა მოძრაობამ რა გააკეთა და ეს free mishas, თავისუფლება მიშას პლაკატებზე რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ძალიან ბევრი სპეკულაცია არის. მე პირდაპირ წყაროები ვინც იყო იმათგან იმათი მოყოლი ბევრი დაიწერა, ხო და ამით კონსტრუირებულ მოდელს ვიტყვი, იმიტომ რომ მე იქ ვიყავი, უბრალოდ რუპორი მეჭირა და ვერ ვხედავდი რამდენიმე რიგის იქეთ ზუსტად რა ხდებოდა. რეალურად ახლოს ვიყავი რამდენიმე ათეულ მეჩი, მაგრამ ჩემს წინ ბევრი ადამიანი იყო და მე თვითონ არ დამინახავს რა ხდებოდა, მაგრამ ის ადამიანები, რომელსაც მე ვენდობი, ამ ამბავს აღწერენ ას. და კადრებისში რაც ჩანს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ის პროპაგანდისტულად არის მოჭრილი. კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის და კონკრეტულად გოტე ჭანტურიას წინააღმდეგ რაც გააკეთა საზოგადოებამ აუწყებელმა, იმიტომ რომ მას ნერვებს უშლის ეს ამბავი, ხო? და ბოლო კადრებია ჩვენა. მაგრამ რა ხდება? ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ეს პლაკატები გამოჩნდა, გავედით წინ, გადავუსწარით ამ პლაკატებს, იმიტომ კი არა, რომ იმ პლაკატებს იქ ყოფნის უფლება არ ქონდათ. აქციაზე ყოფნის უფლება არ ქონდათ. ჩვენ არ მივიჩნიეთ სწორად, რომ აი ამხელა და ამდენი ორგანიზატორის მიერ ფორმირებულ აქციაზე წინ ჩადგომოდათ აი ეს free mishas პლაკატები, რასაც მუდმივად აკეთებენ, ხო? პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის დროს გვახსოვს ეგ ინციდენტი, სხვა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მე აფუჭებს ყველაფერს, ხო? თან რატო უნდა იყოს ერთი ადამიანის პლაკატი წინ ამხელა ემას. გადაუსწარით, დაგვეწივნენ, ჩადგნენ ისევ წინ, მივიდნენ ჩვენები, უთხრეს რომ იქნებ გადახვიდეთ, სხვაგან გადადით, კი არ წახვიდეთ. უბრალოდ ნუ ჩაუდგებით ამ მსვლელობას წინ, იმიტომ რომ არ არის სწორი არც ორგანიზაციულად, არც ეთიკურად და არც ამ ხალხის სურვილი არ არის რომ მოუძღოდეს ეს პლაკატი. ამაზე მიიღეს გინება, აი იმ პროპაგანდისტულ არხების მიერ გადაღებულ იმაში ეს ხმოვანი სიგნალი არის დადებული გინებაზე. და ეს გინება არის იმ ადამიანების გინება, ჩვენები კი არის გინებიანი. ამას მე მოყვა ამით არ ამოწურულა მოკლედ ამ გინების მერე
წავიდა რომ აი ეს პლაკატი ჩაწიე, გადადი გვერდზე და აქ იყო ესე ძიძგილაობა, რომელიც ჩვენ საერთოდ არ ხვდის ბედნიერს და თქვა კიდევაც ჩვენმა წევრებმა და გოტამ ამაზე დაწერა. და თქვა რომ ის სულ არ თulis კარგა და სხვანაირადაც შეიძლებოდა იქ ამ სიტუაციის დარეგულირება, მაგრამ ამას ქონდა კონტექსტი, ამას აქვს მთელი კონტექსტი რა. და ეს კონტექსტი არ უნდა გულოვებყოთ, აქ არავის გამოხატვის თავისუფლებაზე არ არის ლაპარაკი და ამის ჩახშობაზე, არავინ არ ეუბნებოდა რომ შენ ამ აქციაზე ყოფნის უფლება არ აქვს. უბრალოდ აქ ლაპარაკი იყო ფორმატზე და ამ ფორმატს რო არ ღვევდნენ შეთანხმებულ მიზანი რა იყო, როგორ ფიქრობთ, აი კონტექსტზე როდესაც საუბრობთ, რა იყო ამ ადამიანების მიზანი? ანუ აქტუალიზაცია მოეხდინათ მიხეილ სააკაშვილის. მუდმივად ცდილობენ, რომ ამ თავიანთი ბელადის სახელი ჩანდეს, მეტი არავინ და არაფერი არ აინტერესებთ, მარტო ამაზე ილაპარაკონ, ისე აჩვენ რომ თითქოს ეს 10,000 ადამიანი გამოსული არის იქ მიშა სააკაშვილის გამო, ვიღაცებს შეიძლება არიან გამოსული. ანუ სააკაშვილისთვის კეთდება ეს ყველაფერი რეალურად ფიქრობთ, რომ არ ვიცი, აი სააკაშვილის აქტუალიზაციისთვის რომლებსაც უნდათ, რომ მხოლოდ მიშაზე იყოს პოლიტიკა ორიენტირებული და ეს რეალურად საბოლოო ჯამში აფუჭებს ყველაფერს. ვახუშტი, როგორც ვიცი, გაგრძელდა ესე ინციდენტები, თუ არ ვწდები, არ ვიცი, არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, იქნება ამის შესახებაც გითხრათ, ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები დაესხნენ თავს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ანუ აი ეს რაღაცა ურთიერთდაპირისპირება გრძელდება და სადამდე შეიძლება მივიდეს. ჩვენ მივიღეთ, ჩვენმა წევრებმა კონკრეტულად მიიღეს ძალიან დიდი ზეწოლა სოციალურ სივრცეში, ხო, ამას ყველა ადევნებდა თვალყურს, რა საერთოდ როგორი მიმართება იყო, რა ეთიკა, ანუ ყველაფრის ფარგლებს ხდებოდა. ანუ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ სერიოზულ პოლიტიკაზე ვისაც აქვს პრეტენზია და იქ იყვნენ პარტიის ლიდერები, ვინც აი ისეთ სიტყვებს წერდა იქ, ხო, რომ აი შეუძლებელია ამ ხალხზე წარმოიდგინო, რომ ეხა ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, სინამდვილეში რაზე წამსვლელები არიან, მაშინ როცა აი ამ სივრცეში მათ არ შეუძლიათ საკუთარი უკმაყოფილების ადამიანურად გამოთქვა რა. ნუ ეს ამან საბოლოო ჯამში მათ შორის ლიდერების აქტიურობა, მეორე ეშელონის ლიდერები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ამაზე, ამაში ამან გამოიწვია როგორც ჩანს ნაციონალური მოძრაობის წევრების აღშფოთება, ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა თავად ნაციონალური მოძრაობის განცხადება, რომელიც აი მართლა წარმოუდგენელი რაღაცეები ეწერა იქ რა. და აბსოლუტურად აცნეიდა, ეს იყო უძიმესი ბრალდებები ჩვენს მიმართ, რომელიც არაფერს არ ემყარებოდა და თუ ჩვენს მიმართ ისინი ესე არაფერით გამყარებულ ბრალდებებს წამოაყენებენ, ვინ უნდა დაიჯეროს სიმართლე, თუნდაც სიმართლე მათი ნათქვამი ქართული ოცნების წინააღმდეგ. ანუ თუ ესე მარტივად შეუძლიათ სიტყვების სწორა, როგორც ჩვენზე ისროლეს, მაშინ ხალხი იფიქრებს, რომ ქართული ოცნებისთვის წინააღმდეგ რასაც სიტყვებსაც ისვრიან, ისიც არაფრით არ არის გამყარებული. ხო, ცოტა სტრატეგიულად ხო უნდა იფიქრო რასაც. თუმცა აი ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ხო, უბრალოდ ეს დავასრულოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში როცა მივიდა, იქ დახვდნენ ისევ რუსთაველზე, იქ იყო შეხლა შემოხლა ისევ და უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყვეს ის, რომ იქ გამწვავებას ადგილი აღარ ქონოდა. თორეა, იქაც იყო აშკარა პროვოკაცია რა, უკვე მეორე დღეს. აი სადამდე შეიძლება ეს ასე ვთქვათ უთანხმოება, ურთიერთდაპირისპირება მივიდეს, იმიტომ რომ ოპოზიციის ოპოზიცია ტერმინი ვიცით, ახლა შეიძლება აქცია მივიღოთ, თუ პროტესტის პროტესტი, აი მე ახლაც ამ სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი, ამ საკითხზე ლაპარაკი, უბრალოდ რახან კითხვა დასვით, მოვალე მივიჩნევ თავს, რახან თქვენს ეთერს პატივცემ და თქვენს მაყურებელს პატივცემ ამაზე ვილაპარაკოთ, თორემ საერთოდ არ მსურს ამაზე ლაპარაკი რეალურად. აქ ჩვენი სათქმელი ვთქვით, ჩვენი სიმართლე აღწერეთ. ეხლა საზოგადოება გადაწყვეტს ამ კონკრეტულ ინციდენტში, ვისი რა ბრალი იყო, მაგრამ თავისთავად მე ვერ ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას ოპოზიციის
ჯგუფებს შორის, სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფს შორის და ჩვენ ვართ ქართული ოცნების ოპოზიცია, მე რა პარტია არა ვარ, მოქალაქეც რო ვიყო, მე ვარ ქართული ოცნების ოპოზიცია, იმიტომ რომ მგონია, რომ მათ ჩამოაყალიბეს ანტისახალხო რეჟიმი, ჩამოაყალიბეს რეჟიმი, რომელმაც უარყო ჩვენი გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ამათი ადგილი ამ პროტესტში არ არის, ვახუშტი. არა, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას კი ბატონო. ამიტომ ქართულმა ოცნებამ ამიტომ ჩვენ ვართ ქართული ოცნების ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ პარტია არა, მოქალაქე რო ხარ, მაშინაც ხარ ოპოზიცია თუ ეს არ მოგწონს. არის სხვა ოპოზიციური პარტიები და სხვა ოპოზიციური ჯგუფები, როგორც პარტია არა და მე ამათ შორის ასთა სხვადასხვაობას, მათ შორის ტაქტიკურ საკითხებზე წინააღმდეგ პრობლემას ვერ ხედავ უბრალოდ. სადამდე მისულ ასთა სხვადასხვაობას ჩაეტიოს ეთიკურ ჩარჩოებში რა და ხო იცით ახლა ქართული პოლიტიკის ასე ვთქვათ ნიშანთვისებებიდან და ხასიათიდან გამომდინარე ეს რომ რაღაცა გარკვეულ ჩარჩოებში ვერ ჩაეტევა ამას ყველა ხვდებით და გარკვეული წინაპირობებიც გვესმის ხო ეხლა ბეშუმა პირდაპირ თქვა რომ აი მაისი დასრულდება პირდაპირ გამოვალ და ვიტყვი აი ამ ოპოზიციურ შეხვედრებზე ვინ ამბობდა ერთს და შემდეგ გარეთ გამოსული საერთოდ მეორეს ამბობდა და საერთოდ სხვა რამეს აკეთებდა. მე იტყუება პოლიტიკურ პროცესში, ცხადია, ეს უნდა ამხილო, ეხლა მაგაზებში ორი სიტყვა არ არის. აქ ლაპარაკი არის, უბრალოდ როგორ ურთიერთობ ერთმანეთთან, სულ რომ მტრები იყო, მაინც ჩვენ საზოგადოებას უნდა სეპატივი და ამ საზოგადოებას უნდა ამ საზოგადოების რახან თვლი რომ ორგანიზებული ჯგუფი ხარ და ამ საზოგადოებას მხარს უჭერ რომ რაღაცა მიზანს მიაღწიო შენ გეკისრება პასუხისგებლობა რომ სულ რომ ტერი იყო ვიღაცის ხო ამ საზოგადოების პატივისცემით მოიქცე ისე როგორც ამ საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკის ნორმები მოითხოვს ამიტომ თუ კიდე რაღაცას ისე ვერ გააკეთებ რასაც შენ წარმოგიდგენია და ისურვებ იქვე თქვა რომ რაღაცაზე წუხარ და მაგის პრობლემაც არ არის რა ჩვენ თქვით რომ იმ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ იქ ძალადობა და არავის ცემა და არაფერი არ ყოფილა უბრალოდ ეს კადრები ხო არის იმ პროპაგანდისტულ კადრებშიც ჩანს რომ რეალურად ხელი შეხება არის იმაზე არსებითად ამ პლაკატზე რომელსაც ჩამოაწევინებენ და გაწევენ გვერდზე ეს არის ანუ მაგრამ მაგაზეც კი გამოვიდნენ ჩვენები, ვინც იყო იმ ინციდენტის მოწინე და თქვას რომ შეგვეძლო სხვანაირად გაგვეკეთებინა და წუხვართ რომ ისე მოხდა როგორც მოხდა და საზოგადოებასთან ეს წუხილი დააფიქსირეს. მაგრამ ჩვენ ზუსტად რითი გამსხვავდებით, რითი გვინდა გამსხვავდებოდეთ, იმიტომ რომ ამ სხვა პოლიტიკური სპექტრისგან, იმიტომ რომ ამ პროტესტში დამწინააღმდეგე ჩვენ გასვხედავთ, ჩვენ ხედავთ იმას, რომ ჩვენ მარტობიძინე კი არ უნდა გავუშვათ სახში, ჩვენ ახალი პოლიტიკური ეთიკა და ახალი საქართველო უნდა დავამკვიდროთ. ახალი ეთიკის გარეშე ახალი საქართველო ვერ დამკვიდრდება. ეს არის ძალიან მარტივი. ეს 35 წელი რასაც უყურებთ აი ამ ბორო ტოქსიკურ რაღაცა ზიზღით სავსე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც დასრულია ყოველგვარი ადამიანურობისგან, რაღაც ადამიანის როგორც რაღაც არსების პატივისცემისგან, ხო? ეს ჩვენ უნდა გადავლახოთ და ამიტომ ვართ ჩვენ, ამიტომ ვთქვით, რომ ეხა ჩვენ შემოვდივართ ამ პროცესში, სწორედ იმიტომ, რომ აი ეს ახალი ეთიკა შემოვიტანოთ, მათ შორის მარტო იდეებით კი არ განსხვავდებით ჩვენ. ძველი პოლიტიკური სუბიექტებისგან. არამედ ჩვენ გავსხვავდებით ასევე ეთიკით, ანუ როგორ მოქმედებთ იმით და ეს გვინდა ზუსტად ნახოს საზოგადოებამ, რომ არ შეიძლება ესე ცხოვრება, იმიტომ რომ ესე ცხოვრებას მიუყავართ ყოველთვის ერთი და იგივე წრეზე. ბევრი შეკითხვა არსებობს, რადგან თქვენ წინააღმდეგობის პლატფორმას წარმოადგენთ, აი რა იგეგმება წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან 26 მაისთან დაკავშირებით ეს ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა ირაკლი კობახიძის არ ვიცი გაფრთხილებამ, შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე განცხადება ეწოდოს, რომ აღლუმი ჩატარდება ისე როგორც მანამდე ტარდებოდა, შესაბამისად სწორედ ეს ლოკაცია თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე მთლიანად იქნება ათვისებული აი ამ საზეიმო ღონისძიების მიერ.
და გააფრთხილა პირდაპირ ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი, რომ ფეხი არ დაუცდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება ექნება ხელისუფლებას. თუ შეგიძლიათ უკვე გითხრათ, აქვს თუ არა წინააღმდეგობის პლატფორმას რაიმე კონკრეტული გეგმები და ხომ არ მოდის ეს კონკრეტული გეგმები წინააღმდეგობაში იმ ღონისძიებებთან, რომელიც არ ვიცი, შარშანაც გვინახავს, შარშად წინაც და ყოველწლიურად იმართება თბილისის მთავარ გამზირზე. რაიმე რისკები ხომ არ არსებობს, რომ რაღაცნაირად ორმო ღონისძიებამ ერთმანეთს ხელი შეუშალოს და კონფრონტაციის ახალი მიზეზი გახდეს. წინააღმდეგობის შემოდი ჯერ ტერმინებზე შევთანხმდით. წინააღმდეგობის პლატფორმაში თქვენ გულისხმობთ პრეზიდენტთან შექმნილ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხო. წინააღმდეგობის პლატფორმა არ არის ამ 26 მაისის ორგანიზატორი. შევთანხმდით, დავიწყოთ ამით. 26 მაისის შეკრების შეიძლება ისინი რაღაც აკეთებენ, რაც მე არ ვიცი. მე ვლაპარაკობ 26 მაისზე. განცხადებებს გავიხსენებ, მათ თქვა რომ ჩვენ ჩავიბარებთ აღლუმს. ბევრი 26 მაისის პროცესი 26 მაისის აღნიშვნის პროცესი არ მიმდინარეობს ეს, რომ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ზოგი არის წინააღმდეგობის პლატფორმის ნაწილი, ზოგი არ არის. ეს ბევრი სხვადასხვა ჯგუფი უბრალოდ ერთმანეთთან დაკოორდინირდა ის კი არა, რამე ერთობას კი არ წარმოადგენს ეს. ეს არის უშუალოდ 26 მაისის ერთი დღის დასაორგანიზებლად არსებული კოორდინაცია და ეს არ არის ეს წინააღმდეგობის ეს ამაში არ მონაწილეობს ეს ინსტიტუციურად. დაკოორდინირდა რისთვის, რომ მაგალითად ყველა ერთად არ დადგეს იმასთან ქაშვეთის წინ, ან პარლამენტის წინ, ან პირველი სკოლის წინ. უბრალოდ გადანაწილდეს ვინ სად დადგება, ვის რა ტიპის აქტივობა ექნება. რომლი და რომელ საათამდე იქნება. ეს არის ძალიან ტექნიკური კოორდინაცია და ეს კოორდინაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის აღსანიშნავად და ერთი დღის პროტესტისთვის არის გაკეთებული. მესმის, მაგრამ ამ კოორდინაციასაც მოუწევს გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინოს, რადგან არსებობს აგერ პრემიერის განცხადება, ხო? ანუ არ მოხდეს რაღაც არ ვიცი წინააღმდეგობის ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ გვაქვს შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება, ჩვენ ამ თავისუფლებით ვისარგებლობთ ჩვიდობიანად, როგორც აქამდე ვსარგებლობდით. და დანარჩენი ახლა ანუ ლოკაციების ელემენტარულად, რადგან ტექნიკური, ასე ვთქვათ, ჯგუფია შეიძლება ასე შეფასდეს, იგივე ლოკაციების თანხwebdriver ხო არ მოხდება, ანუ წინააღმდეგობის კოორდინაციასაც უნდა ეს ღონისძიება და აღლუმი ჩაიბაროს მოქალაქეებისგან თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც ეს ამ პროცესის კოორდინირება დაიწყო ამ ჯგუფმა ქონდა ნათქვამი ხელისუფლებას, რომ ისინი 26 მაისის ღონისძიებებს გააკეთებდნენ ორბელიანის მოედნისკენ. წესით და რიგით აქ არავითარი გადაფარვა არ უნდა იყოს. თუ ხელისუფლებას ყოფნის კეთილგონიერება, თუ ხელისუფლებამ შეცვალა ეხა ეს და უნდა რომ გაამწვავოს და გინდა თუ არა რუსთაველზე გაგის, მაშინ როცა ამდენი ხანი ჩვენ ვიცოდით რუსთაველზე დე ფაქტო ხელისუფლება უკაცრავად. რეჟიმი არაფერს არ აპირებდა. ნუ ეს უკვე მათი პასუხისმგებლობა იქნება, ხო? ეს იქნება მათი პირდაპირ პასუხისმგებლობა, რომ წავალენ კონფრონტაციას. კიდევ ერთი შეკითხვა, ჩვენ ვიმოქმედებთ შვიდობიანად და ვიმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში. ხო, რა იგულისხმება ამაში, ანუ გვინა როგორი ამ 7 თვის განმავლობაში ბევრი აქცია გვინახავს ხალხმრავალიც, არ ვიცი, როგორ თქვა, მძიმეც თავისი დაშლა დარბევით, დაკავებით და დაწყებული თუ დამთავრებული ეს 26 მაისის ღონისძიება იქნება რაიმეთი განსხვავებული შინაარსით, არ ვიცი, ტაქტიკით, მოქმედებით. ეს იქნება პროტესტი, მაგრამ ეს იქნება შინაარსობრივი პროტესტი და იქნება ბევრი ფრაგმენტისგან შემდგარი პროტესტი, ისე რომ ეს წინააღმდეგობაში ჩართული ჯგუფები ერთმანეთში არ აითქვიფონ და გასაგები იყოს, რომ ყველას თავისი
დღის წესრიგია, ყველას თავისი სათქმელი აქვს, ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველა მოქალაქეს, ვისაც აინტერესებს ამ მრავალფეროვნების ნახვა, შეიძლება ამისი ნახვა. ყველა დეტალი ბოლომდე ჯერ არ არის დაზუსტებული. კიდევ მიმდინარეობს ამაზე შეთანხმება, მაგრამ ეხლა ჩვენც მაგალითად ზუსტად არ ვიცით. ანუ როგორც მე ხვდები განცხადებებით ის არის და სიტყვის უფლებით, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ჯგუფები ისარგებლებენ? კი, ხო, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ვიღაცა სტენდი ქონდეს, შეიძლება ვიღაცამ ფილმი აჩვენოს, შეიძლება ვიღაცამ ლექცია წაიკითხოს, შეიძლება ვიღაცამ დისკუსია გამართოს რაღაც ადგილას, შეიძლება ვიღაცამ გამოფენა გააკეთოს, შეიძლება ვიღაცამ პატარა სიტყვით გამოსვლა და იქ რაღაცა თავის წრეში ისეთი არა ისეთი დინამიკებით რო ყველა გადაფაროს, მაგრამ რამდენიმე 10 მეტრზე შემოჯარულ ხალხს თავისი სათქმელი უთხრას. ეს იქნება მრავალფეროვანი პროცესი. რამდენადაც მე წარმომიდგენია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საბოლოო დეტალები შეთანხმებული მთლად ბოლომდე არ არის. გასაგებია, ვახუშტი მენაბდე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსით მე დაგიბრუნდებით 4 შაბათს. ხვალეთ შევხვდებით ერთმანეთს პალტრა ნიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე დროებით.